გამარჯობა მეგობრებო. ეთერშია გადაცემა პროექტი ვერიტას. მე მისი წამყვანი ირაკლი მეფარიშვილი დღეს გთავაზობს სტუმრად გურამ ოთხოზორიას. გურამ ოთხოზორია ცნობილი გახლავთ თავისი ფილოსოფიური მსჯელობით, მშვენიერი არტიკულაციის უნარებით და გამომდინარე იმ თემიდან, რითაც მე დავინტერესდი, მიმაჩნია, რომ ბატონი გურამი საუკეთესო კანდიდატია ამ თემაზე სასაუბროთ. პატივცემულ მოყურებელს კი მინდა ავუხსნა, რომ მე მინდა ვისაუბროთ სულიერებაზე, რა არის სულიერება, როგორ გვესმის სულიერება, როგორია სულიერება რელიგიური პერსპექტივიდან, ფილოსოფიური პერსპექტივიდან, პირადი გამოცდილებიდან. ეს საინტერესო თემებია და ასთან არის დაკავშირებული სულიერი აღქმები და შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ყველა ადამიანს სულიერი, ეს კი საინტერესო თემაა და კიდე ახალი პერსპექტივებიც. ტექნოლოგიები, რომელიც ახალ რაღაცა განზომილებებს ძენს ამ თემას. მოდი დავიწყოთ ყველაზე ზოგადიდან, ალბათ ფუნდამენტიდან, რომელიდანაც შემდეგ ავაკებთ მსჯელობას დედუქციურად. როგორ გესმით თქვენ? რა არის სულიერება? მოგესალმები და პირველ რიგში მაყურებელს პირველად ვარ აქ სტუდიაში და მადლობა იმისთვის, რომ რაღაცა გაზიარების საშუალება მოგვეცა, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ახლა შეიძლება ჩემი ცენზი და ინსტიტუცია და თქვენი რაღაც ძალიან დაპირისპირებული ჩანდეს საზოგადოების თვალს. უпростоრად გარეშე ზედაპირული აღქმისთვის. თუმცა თავარი არა ეს გარეგნული ფორმა, არამედ ხარისხი, მაძიებლობა და მე ამ მხრივ ძალიან ვაფასებ თვითონ ზურას ფენომენს. მიუხედავად იმისა, რა არა ლაპარაკი ვინ რამდენად ახლოს არის ჭეშმარიტება ლაპარაკი თვითონ მე ამბოხე სულთან. მე ამბოხეობაში და იმაში რომ სტანდარტ აბა იესომაში პირველი მე ამბოხეა და რა უგებდნენ თორე ჩვენ აუგეთ ახლა ტაზრები და ვაღმერთებ თორე თავის დროზე და საუკუნეების უდევნაში და ყველა ქრისტიანი იყო მარგინალი. შენ მგონია რომ პატივში ეს მე ევროპაში აღორძინების მერე დაიწყო და ზუსტად მაშინ დაეცა ქრისტიანობა ათეიზმი მერე როდესაც ფიზიკურში პატივში აიყვანეს. იმიტომ რომ სადაც დევნა არ არის და ცოტა ჭიდილი არ არის, იქ რაღაცები იკარგება. და მე ამბოხეობაში მეთქი, შეიძლება ჩვენ ახლა საერთო პლატფორმა გქონდეს, მოდი აქედან გავშალოთ მაშინ, ხო? საინტერესო ხაზია. მე პირიქით მე კიდევ ყოველთვის მაინტერესებს ახლა შენ რაღაცა ხაზი გავუსი მე აგნოსტიკოსის პოზიციიდანო გესაუბრებიო და ეს მენიშნა კარგად. აგნოსტიკოსი ვარ რო გეთქვა, ცოტა გამიღიმებოდა. სხვანაირად აი აგნოსტიკო პოზიცია ეს უკვე კარგია, იმიტომ ადამიანის არსი ღრმა არის, ვერცეთ მაშინ ვერ დაატევ მაგას. ახლა რო თქვა მე ათეიზმი ვარ, მე გამეცინება უბრალოდ. შენ გონია რომ ათეისტი ხარ. ეს რა იცი რა არის ათეიზმი საერთოდ და დავშოთ მატერიალისტი. თუნდაც მორწმუნე ვინც ამბობს, მან 80% აზზე არ არის წმენა და უბრალოდ ამბობს ასე და ასე. ხო და ეს თემა ძალიან განგაჟირებულია და ძალიან გაცვეთილია სულიერება ლამის ყელში ამოდის უკვე ბოლო საუკუნეებში. თუნდაც ღმერთის მცნებაც ევროპულ აზროვნებაში ძალიან დევალვაცია განიცადა და სახელმა გამაღიზიანებელი გახდა და მას აქვს თავისი ბიზნესი. ესე შემთხვევით არ მომხდარა რომ ნიცშეს რო თქვა ღმერთი მოკვდაო და რიხით თქვა ნიცშემ და აი დავამტკიცე და yes და გაუხარდა და დადო ნაშრომი და გავთავისუფლდი და ეგრე სად არის მეღიზი ჯოჯოხეთი იყო ნიცშეს ეს ღმერთის სიკვდილი პასტორიშვილი იყო უყურებს ევროპას ამდენი ქრისტე და აძრები ეს გოთიკა სახარე ყველაფერში და ამდენ ურთიერთობაში ადამიანურში არ შემოდის ღმერთი დიალოგი არ არის აი ეს უკვე არის უყურებმა ორი რეალობა ერთის მხრივ ესე იგი ის რაც არსებობს ღმერთის სახელით წარმოდგენათა სისტემები და მე კულტურად ქცეული ეს ქრისტიანობა ტაძრებში და ყველა ურთიერთობები რომ გამშოვლა და რაღაცა არის ეს მოცემული სისტემა და ადამიანი არჩევანის წინაშეა მას ურჩევნია საერთოდ დაიკარგოს თქვას რომ არ არის ღმერთი უფრო გადარჩება თავის თავთან სულის მოთქმ მე კემაინც ის მაინც ვარ ვინც ვარ ეს თქვი და გავდე ვიდრე ჩაიკარგოს ავტორიტეტებში რომელიც რაღაცა დაახვევეს უმაღლესი გონი და კანტიდან რო იწყება და დეკარტედან მე ჰეგელი სისტემა დააქცევს ეს გოთიკა ტაძრები სახარება და თარგმანები მე ზიზიპიპე ყველაფერი მატერიალიზირებული ეს მაწ მე დავიკარგე ეს ჩემთვის ეს ღმერთი არის ძალიან რაღაცა
დიდი რაღაცა არ ვიცი მდრგუნავს მე მირჩევნია საერთოდ უარყო ღმერთი და უფრო თავისუფალი ვიქნებ ვიდრე აი ამ რაღაცა მანქანის რაღაც სისტემების ისე ვიკარგები ჩემი თავისუფლება იდრგუნები ეგ ალბათ უფრო მოაზროვნე ადამიანის ერთგვარი განცდაა ხო ანუ ერთგვარი რეფლექსია რომ ბევრი და მრავალი ასე თქვათ ინტელექტუალური კონსტრუქციებია მაგრამ არის მარტივი ინტერპრეტაციაც ამ სულიერების მარტივი ინტერპრეტაციაც სულიერების დაკავშირებულია რელიგიის კონკრეტულად რაღაცა ისეთ გაგებასთან რომელიც ანუ მიღმიერ ცხოვრებას გულისხმობს ანუ საიქიო ცხოვრებას გულისხმობს ადამიანში ერთგვარი დაბადებიდან არსებულ ერთგვარი ატრიბუციას გულისხმობს რომ ანუ ადამიანს აქვს სული და სულიერება რაღაცა თითქოს ორგანული ან შეუცნობელი მაგრამ მაინც რაღაც არსებითი სახით და მეორე გაგება ალბათ სულიერების შეიძლება იყოს უფრო მეტაფიზიკური გაგება რაღაცა ფილოსოფიური მნიშვნელობით ანუ სულიერება ხომ არ არის მარტო რელიგიური მნიშვნელობა ის შეიძლება იყოს რელიგიური მნიშვნელობის მიღმაც ძალიან ფუნქციონალური ცნება აი ეს საინტერესო აი აქაც ჩვენ უნდა ჭირდება ისევ აი როგორც ვთქვი რომ ეს დაგროვილია ანუ წმენის პრობლემა კი არ არის და რელიგიის სუფთა სახით არამედ მასზე წარმოდგენები არის დახოვებული და ბევრი ქაოსია დაგროვილი ანუ რწმენი როგორც ნედლეული გასასუფთავებელია ის სუფთა სახით არ აღვა და უნდა ჩამოიშალოს და სხვათა შორის ათეიზმი ამ ხრივ ერთგვარი აი ესეთი პოზიტიურ როლსაც თამაშობს, იმიტომ რომ ხანდახან ამბობენ რომ ათეიზმი არის ღმერთის მტერი. ჯერით ღმერთს როგორც შეიძლება მტერი ყავს, მაშინ გამოდის მეორე ღმერთი არსებობს, ორი ღმერთი, ტოლე ღმერთი, თან ისეთი მეტოქე რომ საშიშროება რომ ღმერთი დაამარცხოს, ეს ბავშვური რაღაცა მითია. ეს პირობითი გამოთქმა რომ არსებობს ღმერთი მტერი, აი რუსალში წერია, თქვა ღმერთის მტერმაო, სინამდვილეში თორემ ნუ ახლა გესმის ხო? შესაბამისად, აი ეს როცა სულიერება გვესმის, ესეც გადის საუკუნეების მანძილზე რაღაცა მდგომარეობებს გესმით, როგორ ესმოდა სხვადასხვა საუკუნეში სული. სული ზოგან ისე სული უკვდავია, თავისთავად იქ ჯოჯოხეთია, იქ სამოთხეა, კიდევ უამრავი და ლამის უკვე მარაზმამდე დავიდა, თითქმის უკვე ისეთი ის გახდა რა, უკვე დღეს როცა რაციონალის ეპოქა, ერთგვარად თითქოს კიცდება რომ ეს სულ ფაქტიურად არც არსებობს ეს დანამატია რაღაცა ნევროზია თქვა ფროიდმა მარქსი ამბობს ისა იქ ევოლუციის თეორია და ამ სულის თითქოს ადგილი არ დარჩა ერთმა ფიზიკოსმა პარდონო უთხრა ღმერთს ჩვენთვის აქ ადგილი არ არის ჩვენ ბუნების კანონებით ჩვენ ყველაფერს ხსნითო შენ ბოდიშიო არ გჭირდები უკვე ანუ რა თეორია რა მოდელია გეუბნება რომ ეს არის დაბალი ცნობიერების შედეგი სული ღმერთი რატო ვერ ხედავდე ბუნების კანონებს ვერ ხსნიდე შიშები წარმოსახვებს ქმნიდა წარმოსახვები რელიგიათა სისტემებს მერე შესაბამისი შიშებით შექმნით ცხოვრების წესი და იერარქიები და აი ამ საფუძველი ნევროზია უგუნურება გავნათლდით ჩვენ აი გავნათლდით ახლა დღეს და რა შეგანათლება და რა ახლა რაციონალიზმი რა მოიტანა ახლა სული უარყოფაზე კი არა ლაპარაკი პირიქით ხდება სულის რაციონალიზება ხო კარგი გაგებით ანუ სულის განკურნება უფრო და რაციონალიზმის რომელიც ძალიან მყარი გონია იქ მისი განსულიერება და დღევანდელი კვანტური ფიზიკა ფაქტიურად არ არის სინთეზი ამ ორი აქამდე დიამეტრალურად განსხვავებული მაგისტრალური ხაზისა სამყაროს აღქმის სულიერი აღქმა და მატერიალისტური აღქმა თითქოს რომელსაც აპირისპირდებენ აი ჩემს ბავშვობაში მახსოვს მე სტუდენტობის დროს თემები წერებოდი ფიზიკა თუ ლირიკა ანუ ფიზიკა როგორც ტექნიკური პროგრესი და განვითარება რომელიც ქვას-ქვაზე არტოვებს და საერთოდ არტოვებს ადგილს არანაირი ირაციონალიზმის ყველაფერი ახსნადია ადამიანის რაციოს ძეგლი დაუდგეს საფრანგეთში იცით ტაძარში რაციო არის ღმერთი ჩვენ გონებით შეგვიძლია სამყარო გარდაუქმნათ ისე რომ ლიმონადებად ვაქციოთ ოკეანებით ანუ სიმბოლურად რომ მატერიალური სიკეთე იქნება ჩვენ ბედნიერები ვიქნებით და ასევე გავშიფროთ ყველაფერს ეს მის რა ქვია პრეტენზია ამის რაციოს მაგრამ ამ დროს ძალიან ახლოს მოდის დღეს ერთმანეთთან ის რომ ტექნიკურად ყველაფერი გავაკეთეთ თითქოს მაგრამ მეორე მხრივ ის რაც უარყავით ის შემოდის დღის წესში იმიტომ რომ ისეთი რაღაცები აღმოაჩინეთ ამასობაში რომ ფიზიკაც კი გაუგრებულია უკვე გადის ეს კვანტური ფიზიკა მიდის რწმენამდე ანუ რეალობაში არ ეძლევა და არსებობს აი ესე იგი ჩვენ უნდა გამოვყოთ აი ეს სული და მატერია ცალ-ცალკე
ეს იყო თავდაპირველი აღქმისთვის ასე დავიწყეთ ჩვენ. სამყარო შეგვეცნო ადამიანიშია. ორი ბუნება არის, ეს ხო დაკვირვებადია, ეს არ არის წმენა, ჩვეულებრივი მოაზროვნე ადამიანი თავის ბუნებაში დაინახავს ერთი მმართველობა როგორ ანუ ჩემში არის ინსტინქტები, ძალა, გონება, შესაძლებლობები, როგორ გარდაგვდა სამყარო, როგორ გადავრჩე, როგორ განვითარდე ტექნიკა ამ ჭირდება, რატო? იმიტომ რომ სამყარო შევიცნო, გავიგო, მე გადავრჩე, კი ბატონო, ყველაფერი ეს ასე ბუნებრივია, მაგრამ როგორ დაემართები იმას, რომ მეორე კითხვა მეტაფიზიკური კითხვა ვარიანტი არ არის. ნუ თუ ეს ადამიანის ჩამორჩენილი გონების შედეგია, ეს გულის გამგმირავი კითხვა, ვინ ვარ საერთოდ, მე რატომ მოვედი? დავიჯერო, რომ ეს ატავიზმია და მარტო განვითარებელ ადამიანის პრეროგატივა რუსთაველი ახლა განვითარებელი იყო ხო 8 საუკუნის წინ დონე არ იყო რა და ახლა განვითარდით ახლა არანაკლებ არსვამს ადამიანი იგივე კითხვა ტექნიკურ პროგრესის დროს დავიჯერო ან ათეისტები განა მაშინ არ იყვნენ ანუ ჩვენ სხვა სფეროში გავდივართ ეს საკითხი ვინ ვარ და საერთოდ საკითხი დავსვა მე ჩემს რაობაზე სულაც არ არის დამოკიდებული ეპოქაზე ან განვითარებაზე ან რაღაც ეს არის ადამიანის დაღდასმული თვისება და მას ან სვამს ადამიანი და გადაწყვეტ დადებითად ან უარს იტყვის და არჩევანი ყოველთვის ერთნაირია. გადახედეთ ეპოქებს. მატერიალიზმი თუ წმენა არასოდეს არ იყო დამოკიდებული რაღაც ტექნიკურ განვითარებაზე ეპოქაზე. დღეს არანაკლებ მნიშვნელოვანია სულიერების საკითხი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაშინ რა კვანტურ ფიზიკამდე მივედი და რა უნდა რელიგიას, რატო არ მოიშალა რელიგია? რატო არის მთელი ევროპა დღეს მეტაფიზიკურ იმაზე გადასული და აღმოსავლური მოძღვრებებით სული ეხუთება? რაღაცა მოხდა. თქვენ შე როგორ ფიქრობთ? ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესებია თავისთავად ცხადია მასში ანუ სულიერების ინტერპრეტაციაში უკვე ფილოსოფია მას ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აი როცა ფრანგული ეგზისტენციალიზმი შემოვიდა სულის სხვა გაგება შეიძლება შემოგთავაზეს იქ მაგრამ ჩემთვის საინტერესო კიდევ ის საკითხია რომ ანუ რელიგიური მნიშვნელობით სული და სულიერება რატომ არის აღებული აი როგორც თითქოს და ექსკლუზიური უფლება რელიგიის ექსკლუზიური უფლება ეს არის ძალიან ცნობილი რატომ აი რა შემდგომარეობს ჩემი კითხვა ან თუნდაც გაკვირვება რომ მრავალი რელიგიური პრაქტიკა არ არის დაკავშირებული სულიერების იმ გაგებასთან რომელიც მე მესმის ანუ შემოქმედებასთან ხელოვნებასთან თანაზიარობასთან თანადგომასთან ან ემოციურ თანაგანცდასთან და მრავალი რელიგიური პრაქტიკა მათ შორის ძალიან შეუწყნარებელი პრაქტიკაც არის და პირიქით რაღაცა საკითხი ხოლმე ასახა და თავისი პერსპექტივით ხედავს და ამ პერსპექტივიდან დანახულ პრაქტიკაში რატომ არის სულიერება ან საკრალურ რიტუალებში რატომ არის სულიერება აი ეს არის საინტერესო მესმის ხო აქ ის იქამდე მივდივართ რომ საუკუნეების მანძილზე რასაც ჩვენ ვარქმევთ სულს და სულიერებას ნელ-ნელა შინაარსიძენს ხმავდება და ის გაგება, როდესაც ვამბობ სულს, ქონდა დაუშვათ ადრე, შეიძლება ჩვენ სხვა მიმართულება ჩავდოთ იმ სულში და მაგითო გითხარი, რომ დღეს არასოდეს ახლოს ის არ ყოფილა ადამიანის ეს ორმაგობა, ანუ როგორ და რისთვის, ანუ როგორ ტექნიკური განვითარება ადამიანის, რასაც ვხედავთ აგერ მობილური ტელეფონით დამთავრებული და რისთვის საზრისი უკვე ჩემი არასოდეს არ დაახლოებულა ის ერთმანეთთან როგორც დღეს და ეს მოდის ადამიანის ორი ბუნებიდან სხვათა შორის აი ბიბლიური პარადიგმა რო ავიღოთ როგორც საშუალება აღმოდი დავანებოთ რელიგიურობას და იქ ადამიანის ორი ისტორია აღწერილი მაგრამ ორი იმიტომ კი არა ორი ადამიანის ისტორია უბრალოდ ორი მიმართულებით განვითარებული ადამი ცალ-ცალკე ახლა ჩვენ თუ გვინდა რომ რაღაც აი ცილინდრის ხო მე უცბად ცილინდრი უნდა გავაკეთო წრე და მართკუთხედი და წრე და ერთად ვაერთო და უკვე ცილინდრი გამომივა ასეა ეს ერთი ადამიანი რომელსაც სამყარო მიეცა და უთხრა გამრავდი იბატონე ცალში ფრინველებზე მიწაზე ცხოველებზე ხეცებზე მიწის ქვეშ და ასე შემდეგ გაავსე დედამიწა ანუ რა როგორ განვითარდი ტექნიკურად მეფეა ადამიანი როგორც ღმერთია შემოქმედი და ქაოსისგან ღმერთმა შექმნა სამყარო 6 დღეში ადამიანი იმეორებს მის გზას მას ეძლება მიკროსამყარო აქ და ეუბნება დაამუშავე განავითარე ამ ქაოსისგან სისტემა შექმნილი შენ ხარ მეფე აი ეს ყველაფერი რაც გარშემოა მიეცი წესრიგი კოსმოსად აქცია ანუ ეს მაგრამ მეორე ადამიანის ისტორიაში სხვა რაღაცა არის მეორე ადამიანისთვის დედამიწა არ არის ესე იგი მიზანი რომ აქ იმეფოთ თავისი ეგზისტენცია აწუხ მე ვინ ვარ თვითონ რისთვის ეს ყველაფერი
ეს არის მიზნის გარემოება. სხვათა შორის ბიბლია რო იწყება დასაბამში ქმნა ღმერთმა ცადა მიწა, იქ თარგმანებს ამიტომ აქვს მნიშვნელობა. ძველ ქართულ თარგმანში, ივრითზე თავისთავად ბერეშით პირდაპირ აღნიშნავს არა დროის გარემოებას დასაწყისში შექმნა ვначალი საზდალბო ვначალი არის დროის გარემოება ეს არის ბერძნული კულტურის გავლენა იმიტომ რომ რაციონალიზმის საბერძნებით და მოვიდა და მათ აინტერესდა ფიზიკა ფიზიკურად რა დროში და ტექნიკური მხარე აი ეს არის ბერძნები მაგრამ ჩვენ ძველ ქართულ ბიბლიაში დასაბამად ქმნა ღმერთმა ცადა მიწა დასაბამად უკვე არ არის მიზნის გარემოება დროის გარემოება როდის დასაბამშია დასაბამად რისთვის რისკენ ან მიზნის გარემოება აი ბერეშიტში ებრაულ ორიგინალშიც ეს არის ჩადებული ზუსტად ანუ ჩვენ გვაინტერესებს არა უბრალოდ ისტორია როდის შეიქმნა რამდენი მილიონი წლის წინ რა მოხდა ევოლუცია თუ ადამი უცბად გაჩნდა და არამედ საზრისი არის რისთვის არის ეს დედამიწა და რა არის აქ სასწაული რისკენ მივდივართ ამიტომ ეს ორი ადამიანის ისტორია რომ მოდის თითქოს ეს ცალ-ცალკე ვითარდება ეს ორი ხაზი ერთი მხრივ ტექნიკური განშლა ხდება განვითარებას კაენის გზა ცივილიზაცია აბელის გზა ეს არის ცნობიერების სულიერების გზა იქნება რელიგიები საერთოდ ყოფილა სამყარო ისეთი რომ კითხვა რისთვის არ დაუსვამ და რაღაც უზენაესი არ შეიძლება სხვადასხვა ფორმებით იქ ახლა ჩვენ შეიძლება გაგვეცინოს ბავშვური წარმოდგენება ნურას უკაცრავად ახაც ჩვენ ახლა შორ წაგვივა თორე ჯერ იყო მონოთეიზმი ესე რომ ვთქვათ ღმერთმა პირდაპირ გაუნათა ადამიანს ერთ-ერთზე რა არის სამყარო მე ეს იკეტება და დეტალიზირება ხდება და აი ეს წარმართობა არის იგივე მონოთეიზმი ოღონდ მისი დეტალიზირება ამიტომ ზოგადს ხო ვერ გაიგებ თუ კონკრეტულად ანუ ზოგადი ნახა ადამიანმა იცოდა ვინ არის ღმერთი მე მატერიალიზირდება ის სიმკვრივეებში გამოდი ცალკე შეისწავლის დისციპლინარულად სამყაროს რომ რაღაცა გაიგოს რომ ზოგადად ხო ვერ ისწავლეთ ამიტომ ნახე რამდენი დისციპლინა გვაქვს სამყაროს შექმნის ეს ტექნიკური მხარე მეცნიერება ფსიქოლოგია ცალკე რელიგია ცალკე ფილოსოფიური აზრი ცალკე ხელოვანის აღქმა სამყაროსი ეს როგორ შეიძლება ეს დავაპირისპიროთ ერთმანეთს ანუ ვიდავოთ იმაზე რომელი დისციპლინის სამყაროს აღქმის რომელი დისციპლინა ახლო ჭეშმარიტებას ახლა ფიზიკოსმა რო თქვას რომ მე აი დავამტკიცე ესა და ეს და ასე სამყარო ვერ იქნება პატიოსანი ფიზიკოსი არ უნდა გადავიდეს იმას აქ ტექნიკური მიმართულება იცი როგორ და რა თავისი დასაზღვრულია თავისი ფიზიკა ბოლო მაგრამ ხელოვანის აღქმა ცისაფერს ლურჯსაფერს გალაქტიკურ რო ამბობს ეს დასაცინია და არ მაგრდება ფიზიკით ნონსენსია აი მაგალითად ახლა მე ვაქა ის ჭიქა დაუშვათ ხო აი ხა მე რო ვთქვა რომ ეს არის ყავის ჭიქა და შე რო არა ეს ყავის ჭიქა არა ეს არის სტაფილოსფერი ჭიქა და დავა რო დავიწყოთ ვიღაცა რო მოვიდეს ორივე საგეშეში წაგვიყვანეთ იმიტომ რომ არ შეიძლება აი ეს არის ყავის ჭიქაც არის წითელი ჭიქაც არის მაგრამ მესამე იტყვის ეს არის ფაიფური ჭიქა და მეოთხე იტყვის ეს ჩემი ჭიქაა და ეს ავსებს ჭიქაზე ჩვენ წარმოდგენებს ანუ ხელოვანის აღქმა სამყაროსი და ფიზიკოსის აღქმა ქიმიკოსის აღქმა არ შეიძლება ეს დავაპირისპიროთ ერთმანეთს არ შეიძლება იმიტომ რომ ჯერ ჭიქა თუ ამდენად რთულია რომ ერთი კუთხე დანახვა მარტო მისი რანიფთირებისგან შემდგარი არ მაკმაყოფილებს ანუ მისი დანიშნულება მაკმაყოფილებს რაღაცა მაკმაყოფილებს ხო და ვამატებ ჭიქა და ადამიანი და სამყაროზე როგორ შეიძლება ფიზიკას რომელიც ტექნიკას რომელიც ცდებზეა აგებული რომელიც ცდას დაექვემდებარება სიყვარული ხა შენ რო თქვა რომ მიყვარს გოგო და მოვიდეს ფსიქიატრები მეცნიერები არა წესით შენ ისეთი მონაცემები გაქვს გულის ფეთქვა სისხლის მოძრაობა და ტვინის რაღაცები რეაქციები რომ წესი შენ არ უნდა გიყვარ დაუჯერება მათ ის თვითონ ამოწმებს როგორ შეიძლება ყველაფერში ჩასვლა არის რაღაცა რომელიც რჩება ინსტრუმენტალური აღქმის მიღმა და ის არანაკლებ ჭეშმარიტია ვიდრე ის რაც ცდით მტკიცდება ჩვენ რამდენი მაგალითი ვიცით ცდით დაუმტკიცებია დღეს ერთი და მეორე დღეს ახალ რაღაცას გვაძლევ ცდა იმ მომენტში სწორი იყო მაგრამ უნივერსალური არ არის ესე იგი ამ დედუქციით სულიერებაზე ინტერპრეტაციაც არ შეიძლება ცალსახადე ერთი მიმართულების სწორი იყოს ხო ანუ არსებობს ან რელიგიური ტრადიცია, ფილოსოფიური ტრადიცია, პოეტური-ლირიკული ტრადიცია და სხვა, ხო? ანუ მრავალი შეიძლება ავსებს აი ამ ნიშნულობის სიღრმეს, ყველა პერსპექტივა საინტერესოა. თუნდაც მაშინ დაგმართებ, მოდი ესე ვთქვათ, მაშინ სულიერება საერთოდ გავიტანოთ დისციპლინით და იქნებ თლიანად სულიერება დავარქვათ აი ამ ცდელობებს სხვადასხვა დისციპლინით, რომ რაღაცა მეტი გავიგოთ, ვიდრე არსებულია უხეში გაგებით, როგორც მატერია, როგორც წარმავალი გარსი. და ხოლო სულ იმით, რომელიც
გვაქვს რაღაცა არის ვლინდება, შეიძლება მე არ ვიცი, მაგრამ რახანმე კითხვას ვამ საზრისზე, როგორ შეიძლება დაშვება მაინც არ გავაკეთოთ, თუ რომ სამყარო იმაზე მეტია, ვიდრე შეიძლება ცდაში მოგვეცეს და წარმოვალია და მე დამთავრდა ყველაფერი. თვითონ ეს ფაქტი, რომ მე მაწუხებ, თვითონ რომ ეს ლექსი იწერება, თვითონ რომ ასეთი მუსიკა იწერება, ასეთი ფილოსოფიური სისტემა, ასეთი მისტიკური ბოლო ქრისტე, კარგით რა. ქრისტე ვინც გამოიგონა, მაშინ იმას ვეთაყვანები მე ზმაო ყოჩაღ რა, ჯვარზე რო ათქმევნეს მამაო მიუტევამთ არიცი არ ასაკეთებ, ვინც ეს გამოიგონა, თუ ვიტყვით რომ არამდგარ აქ ეს და მითია, იმას დაუკრავ თავზე ის იქნება ჩემი ღმერთი მაშინ. ეს ხო დაიწერა, ხო არის რომ ჯვარზე თვითონ შეურაცხყოფილი შეგინებული ლოცულობ დამაწყევრ მათზე ღმერთო აპატია მათ არის არასე ჩემთვის ეს უკვე საკმარისია მე არ ვეძებ ეს ვინ დაწერა რაში გაინტერესებს რეალობა ეს დაიწერა ეს არსებული თუმცა იქამდე ეჭვიც ხონდა თავის თავს ბატონო იქამდე ეჭვიც ხონდა ეგ ეპიზოდიც ხო იყო რაზე ვიზე რატომ მიმატოვე მე არა ეგეც ეს კიდე უარესი თვითონ ზეღთის ესეც ხო ძალიან ადამიანური მათ ქრისტე ახლა მატროსოვით რო ასულიყო ჯვარზე მატროსოვი ჩვენ დროს ახლა შეიძლება ციცი და ჩვენ გავიზარდეთ მატროსოვზე ტაქსო შეუვარდა და ანუ სრელეებ კაფსამოსქეს ერთზე ესეთი მაშინ მე შეიძლება ძმაო აღა ეს ქრისტე იყო კაცო და ეს ვაშკაცია ღმერთი მასთან გააკეთებ დაბარა იქნება და მე უკვე დავიძრგულებო არა ის ჩემი შემსავით ეშინია ღმერთო კანკალებს იცი რა შეეშინდა ქრისტეს სიკვდილის მაგრამ არ შეძრწუნდაო აი გაბედულება მაგ გაბედულებით მიაღწია ყველაფერი და მე მაძლევს ეს შანსი აი ეგზისტენციალების კანკალი ისინი ქრისტეს აგონია გაიარა კირკეგორმა ნიცშემ ყველა ეგზისტენციალი კამიუ თუ კაფკა ამათ რო ახლა უწოდო ათეისტები და უწმუნები ეს იქნება უნამუსობა მართლა დაიფერფლენ ეს ბიჭები მათ ვერ დააკმაყოფილა ტრადიციულმა რელიგიამ რაღაც ავტორიტეტულმა რელიგიამ სულ ეხუთება და ვის ეხუთება სულ იესოს ვერ ეტევა სისტემაში ვერცა გარღვევას აკეთებს ვერც ღმერთამდე ადით ვერც ამაში ჩერდება და იჭედება აი როგორც საშოში ბავშვი იგუდება რომ ამდა დაიბადოს არ უნდა რაღაცა მოხდეს სული შეხუთვამდე ამის ანუ რა არსებობს მაშინ არა მხოლოდ როგორ ქრისტე როგორ თაყვანისმის ობიექტი ერთჯერადად ჯვარზე გაკრული იუდეაში და ისტორიულ პიროვნებაში არამედ იქნებ პრინციპი არსებობს ქრისტეობა როგორც უნივერსალური და შესაბამისად ჯვარცმა და აღდგომა უწყვეტად ხდება ჩვენში ერთჯერადად კი არ არის დაიწყო და დასრულდება ვიდრე ჩემში არ მიაღწევს იმ აღდგომას რომელიც იქ მიაღწია იქნება ეს პროექტია მოდელი რომელიც წმენით ჩემში შემოდის იგივე მოხდეს რაც იქ მოხდა ამაზე მე ჩემი ვარდიატი არ არის აზრი ეს უკვე მამების მაქსიმე ავსარებელის იმდენ ციტატას მოგიტანდა ყველა დიდი მამის რომ ჩვენში როგორც აი ერთ რაღაცა როგორც მარიამის საშოში წმიდა საშოში სული წმიდის მაგრით იშვა ძეღთისა იგივე სულით ვიშვებით ჩვენს მშობ ძეს ამიტომ წერე ძე თუ ყავს გაცის ანუ წმენა ამ შემთხვევაში სულის მიღება რომელიც შენში გამოიზრდება ხორცის ხამს იმიტომ სული ამ შემთხვევაში არის უყურეთ სულმა რატო შეიძინა ბოლო საუკუნეებში ასეთი დამცინავი და ცოტა ისეთი საქილიკო გახდა და სული და რა სული დაფრინავ ცაში და რა ღმერთი რის ღმერთი სადღაც სწორია და რატო მოხდა ეს იყო პროტესტი იმიტომ რომ ამდენმა სულმა და რელიგიამ რომელიც რეალობას მოწყვა ცხოვრებას გამოიწვია პროტესტი იმიტომ მე რაში მჭირდება ლატიფუნდიები მთვარეზე სადაც ვერ დავთესავე ვერ მოუხნავ რა თმინდა ღმერთი გამოყენების გარეშე რა თმინდა სული რომელიც მე არ მესმის რაშია და უკვე ძალიან ის გახდა უკვე არის ამოიწა რეალობას მოწყდა და ადამიანმა საერთოდ უარყო ტყუილი ყოფილა ეს ყველაფერი გაატანა ყველაფერი იმიტომ თუ არ გამჭოლა რეალობა ეს ისეთივა რომ მე მქონდეს იდეა პროექტი და მქონდეს რაღაც ნახაზები და ვერასოდეს ვერ განვახორციელო ინვესტორი ვერ ფულს ჩადებს ამაში და რეალურად განმეხორციელება იარე ნახაზებით რა ირაბარე ქრისტე ბუდა ჰარე კრიშნა ვიძახოთ მედიტაციები ავვარდებით საში წყილივით იქავართ და მე ვუყვებით ერთმანეთს მე ეს უნდა ნახე კი მაგრამ აგერ ახარ ახლა აგერ ახარ მოდი რა გამოიყენ მაჩვენე აქ გამოიყენი აბა რეალიზაცია გააკეთე ვერ ვაკეთებ რეალიზაცია და უკვე დედამიწა გახდა უარყოფის ადგილი და აქ უკვე მოვიდა მესამე მტერი შემოვიდა ერთი მტერი უпроსად ერთი მტერი ხო ის რომ სული და რაღაცა არ არის ღმერთი მაგრამ არანაკლები რელიგიურობით შეფარებული საიქიოს მოძღვრება იქ ცხოდები სამაგიერო და ესენი ხო არიან აქ და ღმერთი არ უყვართ
და იმათ ღმერთი დასჯის იქ ჯოჯოხეთით იმათ ცუდი ამბავი მოილეთ იქ მე ეკლესიაში დავდივარ მე იმას ვაკეთებ ვეზიარები და სამაგიეროდ იქ ვცხონდი ნახეთ არა ქრისტიანული აბსოლუტურად არა ჯანსაღი მოძღვრება რომელმაც ამას რო ესმის ადამიანის ესმის დღეს ურჩევნია ათეისტი იყოს ვიდრე ეს მიიღოს რეალობა აი ზუსტად ეგ მომენტი არის ძალიან სასწაული ხარ რას თქვენ აღნიშნეთ თუნდაც რეალობას მოწყდით და გადავიტანეთ ყველაფერი იქ და ამიტომ არაფერი არ იცვლება ჩვენთან აი თუნდაც ის ჯვარცმის ეპიზოდი რომელიც ჩვენ ვახსენეთ ძალიან საინტერესო თქვენი მონოლოგი რომელსაც ვეთანხმები იმიტომ რომ მეც ზუსტად იგივე განცდა მაქვს აი როცა ჯვარცმის ამ ეპიზოდს ვკითხულობ და გავიაზრებ ხო ფილოსოფიურად გონებაში მაგრამ არსებობს აი ამ სულიერების ინტერპრეტაციის ძალიან მარტივი ენაც მარტივი ასე ვთქვათ განსომილება მარტივი ხაზი აი თუნდაც ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი საკრალური ეპიზოდი როცა ქრისტე დაეჭვებულია მასაც ისიც შეშინებულია შემდრკალია იქ შეიძლება ვიღაცა შემედაოს რომ არა ეგ არის ფსალმუნიდან ამოკითხული ციტატა ღმერთო ჩემო ხო ანუ ეს არ არის რეალური განცდა აქაც ფსალმუნს იმეორებს და ისევ რო დაუბრუნდეთ აი თქვენი ასე თქვათ ანალიზის დედუქციის უკვე გვიანდელ ეპიზოდს რომელშიც აი ეს სულიერების მიღწევის ძალიან მარტივი თითქოს და გზები არსებობს ხო და ეს მარტივი გზები სულ არ არის სულიერი 2-3 საათში გასხევოსნება ხო 2-3 საათში გასხევოსნება რაღაცა პრაქტიკის შესახებ ძალიან მეორე კუდრესობა ხო ანუ ადამიანი არ ახარ სულიერი ოღონდ აი ამ სიტყვის ძალიან ემოციური გაგებით და წახვედი და ეკლესიაში ეზიარეს ანთელიდან და გახდი სულიერი ანუ სულიერებას მოემსახურა არ ახარ სულიერი ამის მერეც იგივე ბრიყვი ხარ რომელიც ხინკლის ჭამამდე იყავიო ფილმის ხო ანუ იგივე არის არა აი სულიერება ძალიან რთული კომპლექსური მნიშვნელობა მისი აქმა არ შეიძლება იყოს ეპიზოდური, არ შეიძლება იყოს რიტუალური და არ შეიძლება იყოს აი ისეთი რომელსაც ვარჯიში შეიძლება ჭირდება როგორც აზიდვები შევასრულე და რა ვიცი მე რაღაცის გამო მე რაღაცა მელოდება ის ხო გავაკეთე ხო აი ეს ინტერპრეტაცია ამარტივებს აი ამ სიტყვას და ეს ინტერპრეტაციაც თან ამავე დროს მოაზროვნე ადამიანებს განარიდებს აი ამ მნიშვნელობიდან მაგრამ ჩემი პოზიცია, ჩემი დისკუსიის მიზეზი ზუსტად ეგ არის, რომ მე ამ სიტყვას ძალიან დიდ პატივს ცნება, ძალიან მნიშვნელოვანი ცნება. ეს არ შეიძლება, რომ ამ ცნებაზე თუნდაც კონდეს აგნოსტიკური პოზიცია, ადამიანმა უარი თქვა. და მეორე ძალიან პრიმიტიული და აბსურდული, ასე თქვათ, შეკამათება, რომელიც ძალიან დაბალი დონის შეკამათება, სული არ არსებობს. და დავიდეთ ახლა ისევ კამათებზე, როგორც არის ბიოლოგიური მექანიზმის მოყვანა და აბა სად არის მეტარია მორწმუნე ახლა ძალიან დიდი წმენა უნდა გქონდეს და ძალიან დიდი სურვილი ეს მიიღო, იმიტომ რომ ამასაც წმენით იღებს შეთორე დაამტკიცებ. ანუ ესეთი კამათი არის მეორე აბსურდი. ესეთი კამათი არ შეიძლება მოაზროვნე და შენ უკვე ჩამოყალიბებული აზრი გაქვს და შენ ყოფილხარ ჭეშმარიტი მაშინ. სულიერება ძალიან მეტაფიზიკური განცდა, ეს ფილოსოფიური კონსტრუქცია. ფილოსოფიური კონსტრუქციაში არ უნდა ეძებო ზუნარი უკვე სულიერება ხო, არ უნდა ეძებო ბიოლოგიური რაღაცა, რა ვიცი, სად არის მაშინ სული, რომელ ორგანო? ვერ აღმოვაჩინეთ, მიკროსკოპში არ ჩანს თორმე და არ არის, ხო? ანუ სულიერება ყველასთვის მოაზროვნე ადამიანისთვის ძალიან ფუნქციონალური მნიშვნელობა. აი ეს მინდა თქვენებურად რომ გახსნათ. სულიერება მარტივი ვარჯიშით და მარტივი ინტერპრეტაციით, აი ქრისტესის ეპიზოდი, რომელიც ძალიან ღრმა მნიშვნელობისაა და უამრავი, ასე თქვათ, მაგალითის და შთაგონების წყაროს იძლევა. აი თქვენ რას ვით რომ ის ქრისტე ეს მაგალითი აბსოლუტურად გეთახმება. რომელიც ვთქვით? ხო, აი რომ ჩვეულებრივ ადამიანისთვისაც ხელმისაწვდომია, რომ მეც რომ შემეშალა, ხო? ქრისტეს დაეშდა, ხო, ეს თავარია, ეს გამბედო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რომ. და იქ მეორე, არაფერი შეშლია. ფსალმუნი წაიკითხა. აი თურმე აი ამ ყველაზე დრამატულ ეპიზოდში, თუნდაც მწერლობის ტექნიკა რო ავიღოთ, მწერლობის ტექნიკაში ეს ეპიზოდი არის კულმინაციური მომენტი. აი, ნარატივში. ეს არის კულმინაციური მომენტი. აი აქ ადის და ამის შემდეგ უკვე პლატოა და მერე უკვე გახსნა. ამ ასვლაზე, კულმინაციურ მომენტზე ამბობ, რომ
არა, ეგ არ არის ეს ფსალმუნის საკითხვა. ანუ ყველაზე მნიშვნელოვან ეპიზოდს ამარტივებ, აუპასურებ. მე არ ვეთანხმები ამას. ეს ზუსტად ეს არის, როგორც ჩვენ გავმარტეთ. ამას ყველა არ ეთანხმება, მაგრამ ის ხო შეგვიძლია გქონდეს ჩვენი ინტერპრეტაცია. საკუთარია აი ეს მსჯელობა ხა მედაში როგორ მსჯელობთ ალბათ არის ყველაზე ესეთი სივრცე, სადაც შეიძლება მართლა როგორც მამარდაშვილი ამბობდა რაღაც დაიბადოს და შეიქმნას. იმიტომ როცა უკვე აპრიორი უკვე მოცემულობიდან იწყებ რაღაცა იცი უკვე ჩვენ ისე ვღეჭავთ და არაფერი არ შეიცვლება. მაგრამ როცა შენ თავს აგდებ, აი შეგრებულად, შეიძლება შენც იცი რაღაცა და მეც ვიცი კაცო, მაგრამ აღარ ვიდა მე ეს. ხო. მე მინდა ამის იქით რაღაცა შენი მაინტერესებდა, ამიტომ მე რო შენ გაგიგო მე ჩემი უნდა გავწიო განზე თორე მაშინ აზრი არაფერს არ აქვს თუ ჩვენს ის გატანა დავიწყე და მზად რო ხარ რომ მე შევნია აი როგორც სოკრატე თუ რო თქვა პლატონი ჩემი მეგობარია მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ზუსტად ასე ყოველ დიალოგისაც როცა შენ რაღაც გამოსცემს ადამიანთან ზიხარ თუ შენ მზად არ ხარ პატარა ბავშვი და უღუნდ კი აქედა რაღაცა გავიგო მზად ვარ ჩემი გავწიო უკან აი თუ ეს მზად ხარ უკვე ჩვენ შეგვიძლია წინ წავიდე და რაღაცა აი ამ გაგებით ახლა რა მინდა თქვა დღეს რომ დაუკავშირდა სულიერება მატერიალიზმი როგორც თქვით რომ ეს არის დროებით დღეს უკვე არ შეიძლება ჩვენ ასე გამოვუყოთ პერეცირებულად აქამდე იყო საჭიროებდა განვითარება ტექნიკა როცა არ იყო განვითარებული შესაბამისად ბუნება რომ გადარჩენილიყო ადამიანი მაქსიმუმს ითხოვდა ფიზიკურ ძალისხმევას და ტვინს ომები მტერი უცხოა ხო რაც უფრო უცხოა შენს გარშემო გარბით უფრო მტერია და მით უფრო ებძვი და არიცი და ეს უნდა გადაილახოს იარაღები უნდა შექმნა უნდა იომო უნდა გამრავლდე ტექნიკა უნდა განავითარო რაღაცეები და მთელი ენერგია არის ჩადებული აქედან ამიტომ მას სულის ამდენად არ წალი ამხარეს და მეორე მხარე ვერ შემოდის მატერიაში იმას უნდა გადაარჩინოს სულიერება და ქმნის ცალკე კონსტრუქციებს რელიგიურ სულიერ ტრადიციულს და ამას ორმაგობაში მოდის სამყარო მთელი საუკუნეებია ან ერთია წამოწეული ტექნიკური მხარე და სულიერება ნაკლებ დონეზეა ან მეორე ამოვა ეს სულიერება უკვე ისე პოლიტიკური მას იძენს ძალაუფლებას აქვე და ეს ბატონობს და მეორე ანუ ბალანსი ირღვევა და სხვათა შორის 64-ს მდგომარეობა და არა გეოგრაფიული ადგილი ეს არის როდესაც 50-50-ზეა მატერიალური ადამიანის მხარე და სული იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანი არც სულად შექმნა და არც მატერია წერია რომ აიღო მიწის მტვერი და ეს მტვერი აფარ ებრაულად ნიშნავს არაუბრალოდ იმ პირველ ნაწილაკებს რომლისგანაც მან სამყარო შექმნა პირდაპირ წერია ის ნაჩალნი პილინოკ ვსელენია ეს რუსულ თარგმანში ანუ აი ეს პილინოკ აი ეს პატარა ნამცეცი რომელზედაც ახლა ფიზიკოსების მიდია ხომ იმ რაღაც პირველ ნაწილაკი საშენი მასალა იმისგან შექმნაო პირველი ადამიანი შემდეგ ჩაბერაო სიცოცხლის სუნთქვაო და გახდა ადამიანი ცოცხალი სულიო აჰა ადამიანი ხდება მე ამ ორის კომბინაციით ის არც ხორცია ცალკე არც სულია ცალკე არ შეიძლება ეს ორი კომპონენტი მას მიეცა იმისთვის რომ ბალანსი იპოვოს ამ ორი სინთეზით აი ცოტა შეიძლება ესეთი შედარება გავაკეთოთ მაგალითად ნატრიუმ და ქლორი რა ვიყოთ ეს არის ორი დაუნდობელი ელემენტი ნატრიუმ და ქლორს როგორც კი ერთმანეთში შედი ისეთ რეაქციაში შედიან ორივე თავს ჰარაკებს იკეთებს უღეშად რომ თქვა და მაგრამ რას ვიღებთ მესამე მარილი ანუ ეს მარილში ორივე ერთად არის მაგრამ ამ დროს არც ერთი არ არის ანუ ზუსტად ასე დაახლოებით ეს ორი სტიქია ერთი რომელიც ღვთიური რომელიც ზევით ისწრაფის ჟილი დაჟინებული მან იცის სამყარო მან იცის სასრულად მან იცის ღმერთი ეს ჩვენ შეიძლება წმენაც კი არ ჭირდება ყველა ადამიანს აქვს ეს გამოცდილება კაც უბრალოდ სახეს არ არქმევს თორე როგორ შეიძლება ადამიანი ისე გახდეს მიწით შეპყრობილი კითხვა არ დასვა საერთოდ აი ეს რისთვის თუნდაც თუ ამ კითხვას სვამ უკვე არა ისახარ მატერიაზე მეტი იმიტომ მატერია ეს კითხვა არ შეიძლება დასვას მატერიას რა უნდა ჭამასმა გართობა გამრავლება მეტი ეს მატერიის ბუნება ეგ არის და მაშინ რატო არ არის ადამიანი რატო არ ცხრება როცა მან დაიკმაყოფილა ყველაფერი კაი დაუშვოთ ლომს ჯანდაბას ერთი ანტილოპას დასვათ მეორე ანტილოპა მოიმარაგა გაჩერდება ხო ისიც არ უნდა და ადამიანს 1000 ანტილოპა რო არ ყოფნის და 1000 მანქანა და პირიქით უფრო გიჟდა ეს რა უნარი რა თვისებაა ეს აღნიშნავს იმას რომ ადამიანი რატო არის გაუმაძღარი იმიტომ რომ მისი ბუნება არის ღვთიური მაგრამ პრობლემა ის არის რომ ამ თავის ღვთიურ უსასრულო იმას უნარებს
უნდა დაიკმაყოფილოს უნდა მიწიერ მატერია და ეს მატერია ამას ვერ აქარვე პირიქით რაც უფრო მეტად უნდა რომ დაიკმაყოფილოს მით უფრო მეტად იზრდება ჩემში ვიღაცა ვისა მთელი სამყარო არ ყოფნის უკვე ამიტომ აი ეს წინასწორობა ადამიანი აი ეს არის ვინც ამ ორს სტიქია იმიტომ მიეცა მასო ორივე პროპორციულად თავის შეექმნა ახლა და მესამე უკვე ხდება კაცი ახლა კაცი ვინ არის კაცი არ იბადება ადამიანი იბადება ღმერთმა კაცი შექმნა მაგრამ ის შექმნა როგორც ხატება როგორც შესაძლებლობა ხოლო მიმსგავსება ბიბლიაში არ არის მსგავსად შექმნა მიმსგავსება გზარი და პროცესი ხატება არის ნიჭი და უნარი და თვისება აი პროგრამა ან უხეშად რო თქვა აი დავუშვათ მარცვალში არის ხატება ანუ შესაძლებლობა რომ იქიდან ამოიზარდოს საზამთრო ის რო არ იყოს შესაძლებლობა საზამთროს ვერ მივიღებდით აი ადამიანში ღმერთი დევს კაცობის კაცად გახდობის შესაძლებლობას და ასპარეზად უტოვებს წუთისობას სადაც უნდა განკაცდეს უკვე კაცი რომელიც სადამი ანუ ამ თილიანებს აი სასწორი მატერიისა და სულის თავიდან რო ეძინება და შუაში თვითონ ვარ მე ამორის კომბინაციით ეპოქიდან ეპოქაში ჩემი პირად ისტორიაში თუ დიდ ისტორიაში ეთელი ბატალიებს საბოლოოდ წავიდეთ მოდი ერთი კითხვა დავსვათ მთელი ისტორიები რასაც ვაკვირდებით ომები შფოთები რელიგიური ისინი სიყვარულები რაც კი ხდება ეს ხო შენ წარმოდგენის სამყაროშია თავისთავად სად ხდება მითხარ რომელ სივრცეში აი უბრალოდ და გეკითხები აქედან ჩვენ რო გადავდივართ ისტორიაში ახლა ადამ და ევაზე რო საუბრობთ შენ წარმოდგენაში უკვე გადახვედი იქ სადღაც რაღაცა ხო წარმოგიდგა მე მოდიან აქეთ კაინი მრავლდება ომები ფილმები მაგრამ თავისთავად ასე გარეგნულად ეს შენი წარმოდგენაა თორე ეს არც სად ხდება რომელ სივრცეში რა არის ან ვინ არის ის ვიშიც ეს ყველაფერი ხდება ჰაერში უაზრო სისტემაში თუ იქნებ ვიღაცაში ხდება ეს ყველაფერი აბა მოვიძიოთ შეიძლება ეს ჰაერზე ხდებოდეს ვინ არის ის მაშინ ვიშიც ეს ყველაფერი მე გარეთ გამოტანხმდა აქედან რო უყურებ რაღაც მთელი ისტორია დაგვიყვამ აი მთელ სისტემებად დაგვიყვამ პოლიტიკურ რელიგიურ აი ბატალიებად ეს იქნებ ის ერთი ადამიანი რომელიც დაიშალა მრავალ ადამიანებად 64 და გამოვარდა იქ რატო რომ სამყარო შეეცნო ამ მრავალგვარობაში ჩვენ რო რაღაც პასუხამდე მივიდეთ უყურე აქ არის პასუხი მე ვარ კითხვა რომ ინტერესი მე ხო პასუხს პირდაპირ ვერ გადავიწერ მათემატიკის სახელმძღვანელოში პასუხი ეწერა წიგნის ბოლოში მაგრამ იმას თუ მიაწერდიან 200-ს დაგეწერდნენ შენ უნდა ამოხსნა ეს პასუხი ანუ არის ამონახსნი და ეს სანამ პასუხი ანუ ერთ-ერთზე მივა მანამდე ხო მე მრავალგვარობაში ვარ ეს არის თუ აი რასად როდისავში აი ეს 6 კაცი ზის და კითხვა არის აქ რადევ შავყუჩა და იწყება ტვინის დუღილი არიცია მაგრამ ამ ვარიანტებით განვითარებით მრავალგვარობებით იქნებ მთელი კაცობრიობის ჭიდილი ისტორია ერთში ხდება ეს ყველაფერი ვინ თავის თავს გაიხსენეთ იქნებ ღმერთმა დაივიწყა ჩვენში თავის თავი რატო მოდი ესე ვთქვა იმიტომ რომ აი როგორ თავ-თავს დავთესავ ერთ მარცვალს ქრისტე ამბობს ამას თუ ის არ მოკვდა თავ-თავს ვერ მივიღებ იქნებ თავ-თავი ანუ ჩვენი თავები ის მიენიჭებინა ყოფნის ნეტარება რომ მეც ვარ რომელიც აქამდე არ ქონდა. იმიტომ დაკარგა იქნებ თავი მან მატერიაში ერთმა, რომელიც ნეტარია თავის არსებობაში პირველ მიზეზ, პირველ წყალ არ ვიცით ის როგორი, მაგრამ შედეგი და გამოდიან ჩვენ ხო ვთქვით რომ რაღაცა გვაწვალებს. თუ მატერია მარტო და ინერცია როგორ შეიძლება ამდენი ფორმები შეექმნა უაზრო რაღაცას კაცო და თუ ის პოტენციაში არიდო იქ პირველ წერტილში როგორ მივიღებდით შედეგს ეს აბსურდია. ხო და იქნებ ეს პირველი გონს მოდის რომ ჩვენ არ ყოფნაში მყოფებს მოგვანიჭოს ყოფნის ნეტარება, ანუ თავის თავი გამოიღოს ჩვენში, ამიტომ მან დაივიწყა თავის თავი მატერიაში ჩათეს, როგორც კაცში შემოვიდა, მე მრავლდება, რომ ბოლოში ისევ ერთხეულად შეიკრას გონს გამოვიდეს და ამით ადამიანი, ანუ თავის მსგავსებები წარმოშვას მატერია, რომელთა სიცოცხლე აქვს თავის თავში, როგორც თვითონ აქვს თავის თავში. ანუ ყველაზე დიდი ნეტარება, რომელიც პირველ მიზეზს აქვს, მოდი და არ დავარქვა რაც გიდა სახელი, თავისთავად არსებულს, ეს არის თვითკმარობა და ნეტარება თავის თავში სისრულე. ის აუცილებლობით არ ქმნის სამყაროს, რომ აი მაგის გარეშე რა უქრა მოვიწყე და მოდი რა გასართობაც ატყუილია, მაშინ გამოდის რომ ის მას ნაკლებობა გააჩნია. ამიტომ ჩვენ დაშვებას ვაკეთებთ, რომ პირველ მიზეზი უნდა იყოს თავის თავში თვითკმარი, დასრულებული სისავსე და მაშინ მე ქმნილება რატო შექმნა? ერთადერთი აზრი ალბათ ის ნეტარება
ის განცდა სიცოცხლის ნეტარება და სიყვარული და არ ვიცი ენით გამოუთქმელი ნეტარება ყოფნის ნეტარება ეჩუქებინა სხვისთვის მაგრამ როგორ თუ მეორე შექმნი და დასრულებულად ის კლონი იქნებოდა მაშინ ის მიმღები არ არის გარედან აქვს ახლა ფუტკარს ჩვენ არ ვაქებთო იმიტომ რომ თაფლი კი მოაქვს მაგრამ ჩვენ ხო ვიცით რომ თაფლი მას ინსტინქტით მოაქვს და არა გაცნობიერებულად მაგრამ შენ რომ მომცე ერთი ჭიქა თაფლი მე 1000 მადლობას გეტყვი და შეგეძო არ მოგეცა ამიტომ შენ კეთილი ხარ მაგრამ ფუტკარი არაა კეთილი ფუტკრის შემქმნელია კეთილი ფუტკარი ამას აკეთებ პროგრამა ამიტომ ღმერთი თუ ასე პროგრამასავით შექმნიდა ადამიანს რომელიც ავტომატურად მიიღებდა სიკეთეს აქ ვერ შეუყვარდებოდა ასე თქმე მათ ტოლი უნდა ტოლი ვინ არის ვისაც აქ არჩევანი მიიღოს ან არ მიიღოს და თუ მიიღებს უკვე მისია ხო აი ეს საინტერესო ძალიან საინტერესო ანუ სულიერება და სულიერების უნარი დაკავშირებული არის გაცნობიერებასთან რისთვის არსებობს რა დანიშნულება აი ალბათ აქედან იწყება და ახლა ძალიან საინტერესო საკითხი რელიგიური პერსპექტივიდან სულიერება ყველას აქვს ანუ სული ყველას ატრიბუტია ადამიანის სულიერი არსება მაგრამ რა მნიშვნელობას ახლა ჩვენ ჩავდეთ სულიერებაში რომელიც შეიძლება ითქვას თვითრეფლექსიის შედეგია მეტაფიზიკური აზროვნების შედეგია გონებრივი მსჯელობების შედეგია ანუ საკუთარ თავთან დიალოგის შედეგია ანუ ესეთი უნარი რო გაქვს აი ძალიან უცნაური რაღაცას წავაწყდი და უცნაური შეიძლება მოეჩვენოს მოაზროვნე ადამიანს ის ფაქტი რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც შინაგანი დიალოგი არ აქვს ანუ მოაზროვნე ადამიანისთვის ეს თითქოს ისეთი ატრიბუტია რომელიც ყველას უნდა ქონდეს ალბათ აი აქედან გამომდინარე გიკვირს ეს საკუთარ თავში როგორ ვერ იმასახნა მაგრამ თურმე არსებობენ ადამიანები როგორც ფსიქოლოგია გვეუბნება უმრავლესობა ასეთია ვინც ფიქრობს მეტყველების დროს ანუ მეტყველების დროს ფიქრობს მაგრამ მსჯელობა საკუთარ თავთან დასვა კითხვა დასვა პასუხი ამ პასუხში იყოს კრიტიკული კითხვა პასუხში იყოს ისეთი პასუხი რომელსაც თავად არ ეთანხმები დიალოგი გქონდეს საკუთარ თავთან დაინახო შენი პოზიციის არასწორი მხარე და აქედან გამოიტანო დასკვნა ეს არ არის ყველას უნარი და თუკი ეს უნარი განაპირობებს ერთგვარ სულიერების ძიებას და სულიერებას შეიძლება ვთქვათ რომ სულიერება ყველას არ აქვს მაგაგებით კი იმიტომ რომ თუნდაც მოცემული რო იყოს ის იქნებოდა ისევე მოცემული როგორც ადამიანს რაღაცა განუვითარებელი ის გამოყვეს რაღაცა ატავისტური რაღაცა ისა და არა აქვს ფუნქცია უკვე არა აქვს ფუნქცია უკვე ერთ დროს შეიძლება ქონდა ანუ ავტომატურად ადამიანი მაგაგებით სულიერი არც არის უნარი შეიძლება ქონდეს მაგრამ უნარი ბევრს აქვს თუ არ განავითარე აი რუსთაველი დავესესხოთ ნახე არავიქმ ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლებით მოგვეცეს შერთვა ზერთ მწყობთა წყობისა აი ამ ფორმულირებულია ყველაფერი ანუ ცოდნა რომელსაც მე ვიძენო ყველაფერს ფილოსოფია რატო ვიძენო მიზანი რა არის ახლა თუ ადამიანი მარტო მატერიალური არსება მართლა გეუბნები ხელს უშლის და სხვათა ბევრ მორწმუნეს და ბევრ მაძიებელს ცოლების სესხოსრუშორობეში დროს კარგავთ ყვილად მიდი და ფული მოიტანი სახში ბავშვებს ფული უნდა იმას კიდე ლექსი დაწერა უნდა დახატვა და რა დღეშია ხო ეს ჭიდილში პორტის არის იმიტომ ეს უსარგებლოა ამას ფული არ მოაქვს და ამან როგორ დაუმტკიცოს ახლა რო რა ახლა უნდა ესეთი ჭიდილია ცოტა ესეთი ხო ანუ რას გეუბნება შოთა რომ სულიერება ეს არ არის რაღაცა იცი რა საყვალპურო ან ჩემი სულის თვით დაკმაყოფილების საშუალება როგორც მაგალითად მაკმაყოფილებს რაღაცა სხვა რაღაც მიმართულებები და სულიერებას ერთ-ერთი ებრაელებს ხოთა შორის ძალიან საინტერესოა ებრაელები ხო იცი ეს როგორი ხალხია და მაგათ ეპიკუროს ეძახიან ათეისტს და ურწმუნოს და რატო ეპიკურელები აქედან მოდის ეს ტერმინი ეპიკურელები რომელიც მოაზროვნეები იყვნენ თავით აზროვნებით ზემოქმედებდნენ ხალხებზე და უნდა გაენათლებინათ მაგრამ შემდეგ დეგრადირდა და ეპიკურეიზმი ანუ ეს აზროვნება იქცა ერთგვარ ინტელექტუალური ტკბობის საგრად ტკბებიან აი მე და შენ ვზივართ და ტკბებით ამ
საუბრებით, აუ რა კარგია და უკვე ეს ისეთი თქმა როგორც ღვინო დაგველია დაუშვათ, როგორც დაუშვათ ვიღაცა აბანოში წავიდა. ნუ ერთ-ერთი ვიღაცა სათხე ერთ-ერთი არის რომ ინტელექტ აი ეს არის უკვე სულიერი ონანიზმი. ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული, რომ შენ ამ უნარს, ინტელექტუალურ უნარს, რომელიც ერთადერთი მოგეცა, რომ ცხოველური ბუნება აღამაღლო ღმერთამდე როგორც პოტენცია, აი შენ რო თქვი რომ სულიერი, აი მაგაგებით არის ავტომატურად არ ახარ, თუ რეალიზაცია არ გააკეთე, თუ პროვოცირება არ გაუკეთე, ჩაგიხმება და პირიქით შეიძლება ფანატიკოს ადამიანად გაქციოს ცხოველზე უარესად. ის დააკეთე თუ კიდე ცხოველი რას იზამ. გააბრაზე ახლა ლომი და მგელი რას იზამს, აბა დააგილიჯოს, ერთი კაცი გამწარებულმა და რამდენიმე ქათამწაკრას კბილი მელია და გაგიფუჭოს ადამიანი, რომელიც ვითომ სულიერი გონია და დეგრადირდა და არასწორად განვითარდა ეს უნარი, დიქტატორი ხდება. რელიგიური ფანატიკოსი ხდება და ომებს ეწირება, ყველაფერს დააკვირდა ეს ყველაფერი გამოწვეულია ზუსტად ეს საშიში ბუნება სულიერ თუ არ განავითარე. ის უბრალოდ კი არ მიინავლება და კი არ მოგიშრება როგორც აი სული რომ თქვა ახლა დავუშვათ რაღაცა სუნამო მაქვს ეს ხა სუნამო და აურთქდა და პატარა ანაურთქი დატოვა და მეტი არაფერი ასე არ აურთქდება ნეგატიურ იმაში გადავარდება და 1000-ჯერ უფრო საშიში ხდები ვიდრე ყველაზე მძვინვარე მხეცი მაგ დროს როდესაც შენ არასწორად გამოიყენე ამიტომ ადამიანად ყოფნა ეს არის პასუხისმგებლობა, ეს არის იძულება საკუთარი თავის მუდმივად, ეს არის გაცნობიერება, რომ შენი თავისთვის კი არ გინდა ეს უნარები ნიჭობ, შენ ეს უნდა თუ არ დაამუშავებ. აი რომ სხვათაშორის აკეთე ეგეთ ბევრმა არის 64 გორიათ რომ ცოდვის შემდეგ მოხდა იქ ოფლითა შეიძლება მოვიპოვე პურიშე. კი, მაგრამ მანამდე 64 რომ მის ადამიანებას ნახე ორი მცდება მისა დაცემამდე. დააიცავი და დაამუშავე. ანუ 64 როგორ მდგომარეობა ჩვენი სულის და არა გეოგრაფიული ადგილი ვთქვა. არ მოგეცა შენ გარედან გამზადებულად რომ აი მორჩა შენ ასეთი მე შექმენი და ასეთი იქნები სულ. არა, გარკვეული პირობით მოგცა. ორი პირობა შეასრულეო. აი ეს განავითარე ეს რაც მოგეც და დაიცავიო. აჰა. ანუ ადამიანად ყოფნა უკვე პირველივე წუთე ნიშნავს მუდმივ დინამიკაში ყოფნა. შენ არ ახარ დასრულებული. შენი თავი შენ მოგეცა როგორ შესაძლებლობა. შესაბამისად შენ რო იბადები აქ რომ მოდიხარ, შენ იმ წუთიდან იწყებ მოგზაურობას დასრულების. შენ იბადები როგორც ადამიანი, მაგრამ უნდა დასრულდე როგორც კაცი. ხოლო ადამიანი და კაცამდე? კაცი ადამიანი და რუსთაველი რაც გეუბნება, კაცი არ ყველა სწორია. დიდი ძევს კაცით კაცამდე. მართალი არიან ბიოლოგები რომ ადამიანი არის უმაღლესი რაღაცა ცხოველი ბიოლოგიური არსება რომელიც დადის ორ ფეხზე მაგრამ კაცი როდის ხარ როცა იცი ამ ორი ფეხით საწახვიდე ეს უკვე არ გიწერია ეს უკვე შენი გასაკეთებელია ადამიანი არის ბიოლოგიური არსება მეტყველი არსება დიახ მეტყველი მაგრამ კაცი როდის ხარ კაცი მაშინ ხარ როცა იცი რა თქვა ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა ზოგჯერ თქმისას დაშავდებს მაგრამ რუსთაველი არ გეუბნება როდის ზოგჯერ როდის არა აი სადიწყება თურმე რა ყოფილა მაშინ მე უკვე მეშინია ჩემი არსების მე როგორ მაქვს უფლება რომ დრო გავიყვანო აი ზოგი ამბობს აი მე დრო მოვკლათო დრო გავიყვანოთო დრო გავატაროთო ესე იგი საწაიღო არიცი დრო და შე დეპრესია გეწყება მე დეპრესიას ახლა როგორ გავუძლო ძმაო აუ ცხოვრება როგორ დამძიმე მოდი რა გავიჭხირო ჯიგრულად მოდი რა დავლიო ძმებო თორემ ცხოვრება და ვიგონებ რაღაცებს ვამართლებთ ამ იმებს ჩვენს მოქმედებს აბა აუკნა ძმაო აბარა და რატო ჯიგარო ბოდიში ახლა ჟარგონზე კოღოსთვის პეპლისთვის იზრუნა ღმერთმა ჩიტისთვის რომ ნეტარებს სამი დღე ცხოვრობ პეპლად დაფარპატებს ნეტარებისგან იმაზე იზრუნა ჩიტებზე რომ ნეტარი შექმნა და შენ ასე გაგიჭირა ცხოვრება უბრალოდ ერთადერთი შენ მან პატივი იქცა და მოგცა შანსი რომ კაცი გახდე თუ ამას არ გამოიყენებ შენ დეგრადირდები ჯოჯოხეთად გექცევა ცხოვრება ასე რომ ადამიანს ყოფნა არის დიდი პასუხისმგებლობა და მოვალეობა რომ საიქიოზე და იმაზე კი არის რომ საკუთარ ტყავზე შენ აქ მოგათავსა ღმერთიც აქ არის ყველაფერი აქ არის ქრისტეს ეკითხებია მამა გვაჩვენეო აი სად დაამთავრა ქრისტემ რელიგია მამა გვაჩვენა და საკმარისია ჩვენთვის რა გინდა მეტი უსაყვედურა ფილიპე რამდენი ხანია თქვენთან ვარ მე არ მიცნობ ვინც მე მიხილა მამა იხილა მოდი და გაბედე ვინ არის ესო მაშინ ვინც გაბედა და ეს თქვა ის ვინც გახდა და აქ არის ყველაფერი არანაირი საარსებობს არანაირი ტაძარიც არ არსებობს ტაძარით განზე დარჩა იერარქიას ყველაფერი მისაყვანია
რისთვის რო კაცში ახსოვდეს ეს ყველაფერი თურმე და აი იესოს მესიჯი რა არის ჩვენთვის რომ შენ რო ადამიანად მოხვედი შენი რელიგია შენი თაყვანისმცემელი შენი ღმერთი ის არის რასაც თვალწინ ხედა რასაც ვერ ხედავ შენ იმას დაანებე თავი რო ამბობ შენ მიყვარს ღმერთიო როდესაც არ გიყვარს ის ვისაც თვალით ხედავ და დაგიჯერ რო შენ ღმერთი გიყვარს ჯერ ტაძარში რომ მიდიხარ შესაწირავად გაიხსენე რომ ვინმეს არამე არ ქონდეს შენს მიმართ ძვირი შეურიგდი ჯერ ძმას და მე მომიტანებ სხვები მე წყალობა მინდა და არა სხვები ნახე წყალობა რა არის ყოველდღიური ურთიერთობა აქ ვარ მე მშიოდა და მაჭამებ წყუროდა და დამალები იყავი აქტიური დაიხარჯე ბოლომდე და ეს არის ღმერთი მსახურება აქ მიგაბა მთელი სახარებაში ადგილს ვერ ნახავთ სადაც ეწეროს რომ ქრისტე გვაცხოვნებს იქ უკვე გადაგვიყვანა, უკვე ცაში ვართ, უკვე ავდექითო, უკვე განვახ, უკვე იქავართ, უკვე სიკვდილს ვერ იხილავთო თუ ირწმუნებთო. ანუ სიცოცხლე ეს არ არის სიკვდილი ბიოლოგიური სიკვდილი და ფიზიოლოგიური. ეს გარსია ჩვენი. მკვდარი მაშინ ხარ, როდესაც არ სითხარ მკვდარიო. ქრისტე ამბობს, თქვენ დანაშაულთა გამო მკვდრებიო, გაგაცოცხლათო ქრისტესთან ერთად. ხოლო ქრისტე რატომ მოდის? რამ სიკვდილში სინათლე შემოგიდა, გაგახსენოს ის რაც დაგავიწყდა, რომ მატერიას მიეცი მთლიანად და ის რაც პროპორციაში ქონდა თავიდან მთლიანად გადაფარა მატერიამ, ანუ დაგიმძიმდა და შენ უკვე სული გეხუთება, უკვე არ შეგიძლია წამოწიო. მატერია წართვა თავი და ცნობიერებამდე ამაღლდე. იმდენ და აქ იესო მოდის როგორც სასწორით პინაზე გიდებს მეორე ძალას, რომ აქცია და ისევ არჩევანი წინაშე დაგახენა. ზოგი ამბობს, რომ ქრისტემ გვიხსნაო და რატო არის ისევ ომები და უბედურება? რას იშნავს გვიხსნა? რა გიხსნა რას იშნავს, თუ იმან გააკეთა შენ ავტომატურად იქახა, გიხსნა მოგიტანა, ანუ შანსი მოგცა. ხო ხარ ჩავარდილი, მე შანს გააკეთე იგივე რაც ქრისტემ გააკეთა. და შესაბამისად შენ უკვე იქნები 64-ში აქვე როგორც ავაზაკს უთხრ. ანუ ქრისტე გეუბნება პრინციპებს, რომელიც აწონასწორებს რაც შენ დაგავიწყდა. და დავიწყების შედეგად რომ შემოგეჩვია ჩვევები და ხასიათები და სისტემები რომ შექმენი, რომელიც შენ ტვინიდან წარმოშობილია დავიწყებიდან და აი რა დღეში ხარ სისტემების წყობაში აღმოჩნდი, რელიგიის წყობაში აღმოჩნდი, შენ დამონებული ხარ პიროვნება აფეთქებს ამ სისტემებს, რით გახსენებს შენ წარმომავლობას. აი მაგალითად რო ვთქვა, აი დაუშვათ შენ უფლისწული იყავი და ბავშვობაში მოგიტაცეს ვიღაცეებმა და შენ უკვე დაგიკარგა ხსოვნა ბავშვს. საერთოდ და უკვე ჩვეულებრივად ხარ ცალკე კი საჭმელი გაქვს, სასმელი გაქვს. გაცო შეიძლება ოჯახიც ყავს ყველაფერი, მაგრამ მამა არის სვენებს შენი. მანიცის შემიხა და მოვიდა მამისგან ისინი მოდიან შენ ვიც მოგძებნეს და შენ გაჩვენებად შენი ბავშვობის სურათს უფლისწული რო იყავი. აი ქრისტე ვინ არის? შენი ბავშვობის ფото, აი შენ როგორი იყავი? აი ვინ ხარ? შენი არსი. აი ეს ხარ შენ ახლა არჩევანი გაქვს. ან ამას გაიხსენები თუ ტყვე იყავი, გაგახსენდება. თუ შენ შეგრჩა ოდნავ მაინც ხსოვნა რომ მე ვიყავი უფლისწული, მე ტყვეობა, მე აქ არ გავჩერდები, მე დავბრუნდები, ამას თუ ატარებ, ამ ფოტოს შენ იცნობ, იმ წუთას აყვები შენ ამას წმენით მიიღებ და დაიწყებ გამოსვლას უკან ისევ. და თუ დამონდი ამ წუთის სოფელს და უკვე მონახარ შენი ტყვე, მე ვინა ვარ რა, ეს ჩემი საქმე დამთავრებულია, 2 დღე დამჭა და შანსს გავუშვებ ხელი და ამიტომ ეს არის შანსი, ადამიანი ყოველი დღე ეს არის შანსი რომ გოსმოვიდეს და ეს სულიერება რაც შევთქვით ეს არაფერი არ არის თუ აი როგორც ზუსტავილის თქვით მოქმედებაში არ მოვიყვანით. ანუ არ მივემსგავსეთ, ანუ რეალობა წუთის სოფელი იმისთვის კი არ არის აქ ეს არის ურთიერთობა და ბადე, რომელიც ჩვენ აი ესე გავაფუჭეთ, იგივე 64-ია, გაფუჭებული სამუხეშადო თქო მასალა 64-ია. აბასაც წავიდა 64, ჩვენ ყველამ წამოვიღეთ იქიდან, მაგრამ აი გონება twins რომ მივენდეთ, ნუ ესეთ განგებად დაუშვა მატერიამ დაგვეთვისებინა, მოიკიდა აპკი, გარსი, ქერქი სქელი და ჩვენი პრობლემა რა შეიძლება ქერქში ვშებით და გული დაგვავიწყდა. გულს ატარებს ეს ქერქი. სხვათაშორის ებრაულ ენაზე წუთის სოფელს და ბოროტებას ქვია ქერქის, უზე გარსი კლიპოთ ესეთი კოჟურაში, აი გარსი. და ასევე ქვია საბურველი. ხოლო აპოკალიფსის ბერძნული სიტყვა აპოკალიმა ნიშნავს ფარდის გადახსნას. ანუ თუ ეს საბურველია, ეს არის დროებითი ინკუბაციის ადგილი ჩვენი. გარსი გატყდება, აი საბურველი გადაიხდება. და წუთის სოფელი გადაიქცევა სათასასუფეველად. ამ სათასასუფეველს ჩვენ შიგნით ვატარებთ ყველა. სათასასუფეველი რა არის? ქრისტე მოდის რომ გაგახსენოს შენი ბუნება, ვინ ხარ შენ? შენ არც ცხოველი ხარ, არც გადარჩენის მებრძოლი არსება ხარ და არც ანგელოზი ხარ, რომელიც საში საიქიოში უნდა წავიდე. არა, შენ აქ მოხვედი
და შენ აქ უნდა დასრულდე როგორც კაცი რომ იმეფო აქ როგორც ადამიანს უთხრა. ამიტომ დედამიწაზე იყო 64 და ავაზაკსაც ეუბნება რომ ჩემთან იქნები დღეს 64-ში მამაო ჩვენოში ჩვენ ლოცულობ მოვედი სუფევა შენ იყავ ნება შენ ვიცასაც ცათაში ნაგრძა ქვეყანაზე ზედა. ცათა აქ არ არის ფიზიკური ცა. ცანი არის შეიცანი. ანუ ის რაც გასაგებია, შესაცნობია, რომ თლიანად აი ეს გაგებულ მდგომარეობაში მოვიყვანოთ ის ცხოვრება, რომელშიც ვიმყოფებით. და ეს პოლიტიკური სისტემები, ომები, კვლავ უბედურება, რომელშიც ვიმყოფებით, ამას თუ შენ ინტელექტუალი ხარ, თუ შენ მართლა სულიერი ადამიანი ხარ, კარგი გაგებით და მართლა არ ხარ იმპოტენტი და რაღაცა მოწყუებული, შენ არ ხარ პატიოსანი ადამიანი თუ ამას ყველაფერს შორიდან უყურებ და იტყვი, ოხ მე რა ვქნა ძმაო და ესენი პოლიტიკა რა ბინძური საქმეა და ნუ რა ვქნა ახლა ჩვენ და დიდი რომ იფიქრა ხა მე პატიოსთან წავალ და საიქიოში მწყონდები. აი ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება ალბათ რომელიც შემოძვრა ეკლესიაშიც კი რომელიც შეიძლება ბოროტმა დაგმართოს. ერთი სიცოცხლე მოგვეცა შენ რატომ მარჩიელობ? აქ არ ვარგი ხარ ზაღლი შინ არ ვარგო და გარდა იქ რა უნდა გააკეთო აქ არ ვარგი ხარ. ელემენტარული ამდი იყავი აქტიური რა პოტენციალ რა შესაძლებლობაც მოგვეცა. მე არ ვამბობ რა ხა ჯოხები ავიღოთ და რევოლუციები მოახდინო. რევოლუცია როცა საკუთარ თავსაც უმბოხტები, როდესაც არ ახარ კმაყოფილი იმით რომ შენ რაღაცა ორი ლუკმარ საჭმელი გდა მე კარგად ვარ. და ამაზე გული გერევა და არ ხარ კმაყოფილი როცა შენს გარშემო შენს ირგვლივ ამდენი ტკივილია და შენ ცვედანივით იმპოტენტივით შორიდან უყურებ ამათ და კმაყოფილი ხარ და იგონებ მოდელებს რომ მე რა ვქნა რა ჩემი ბრალია ესენი ბინძურები არიან და ამათ იქ მოვეკითხებათ სამაგიეროდ. უამრავი რაღაცა არის რომელიც დაგროვდა ხლამი რელიგიაშიც, მართლმადიდებლობაშიც, აზროვნებაშიც, ფილოსოფიაში, ჩვენ ცხოვრებაში, ჩემ ცხოვრებაში პირადად მოდი რა ჩამოვშალოთ ყველაფერი გავბედოთ. და როგორც რუსთაველმა თქვა, იქ აღმოვაჩენ ჩვენში იმ პირველს, რომელიც ქრისტე როიცოსაც მოვიდა აქ. და ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხანდახან ეკლესიას გონია, რომ რო აკრიტიკებენ, ისაო ქრისტეს ებრძვიან. არ ებრძვიან ქრისტეს, მეგობრებო, ძმებო, ქრისტეს დროსაც ასე იყო. კი. როგორ შეიძლება ეკლესიას ტერი ყავდეს? ტერი ყავს ეკლესიის იმ გამოვლენებას, რომელიც ადამიანურია და ჩვენც ადამიანებია, ქრისტეს დროსაც ასე იყო. მოდი რა, პირიქით რო გვაკრიტიკებენ, მოვთხოვოთ ჩვენ თავს, აუმაღლეთ ყველაფერი იმაზე, რასაც ჩვენთან ითხოვენ, უპასუხოთ ამას, გონს მოვიდეთ, რახან პრეტენზია გვაქვს ჩვენ ქრისტიანებს, რომ ჩვენ ვართ ნათელი სოფლისა. კი ბატონო. აი ეს საინტერესო მომენტი მინდა აღნიშნო. ეს არის რწმენა, თვითონ ცნება რწმენა. ჩემთვის ძალიან ძვირფასი მნიშვნელობა რწმენა, ისე როგორც რწმენა, როგორც განცდა. ანუ აი აქ რწმენის როგორც მნიშვნელობის კრიტიკა თუნდაც ათეისტის პოზიციიდან მიმაჩნია რომ არასწორია. იმიტომ რომ რწმენა ძალიან ფილოსოფიურად გამართულიც შეიძლება იყოს და სწორიც. მეცნიერებსაც წამდგაცობ რწმენის გარეშე. ანუ რწმენა მისი კატეგორიზაცია ისეთი მარტივი ინტერპრეტაციით, რომ ესე იგი შენ ისეთი რაღაცის გჯერა, რასაც ვერ ხედავ და აქედან გამომდინარე ირაციონალურია და არალოგიკურია. მიმაჩნია რომ არასწორი. იმიტომ რომ ეს არის ამ მნიშვნელობის უბრალოდ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტოლოგიური ინტერპრეტაცია და არა ფილოსოფიური ინტერპრეტაცია. იმიტომ რომ ჩემთვის რწმენა ძალიან ძვირფასი მნიშვნელობა მაშინ, როცა მე მესმის რომ ეს რწმენა. ანუ მე ვიცი რომ ეს არის ჩემი ემოციური მუხტის, ემოციური ცოდნის, ან ცოდნათა წარმოდგენების სისტემა. და მას არ ვურევ ისეთ სისტემასთან, როგორიც არის ფაქტების სისტემა. ანუ თუ კი ჩვენ ვაკრიტიკებთ დაუშვათ თუნდაც რელიგიურ რწმენას, აი აქ არის შეცდომა ზუსტად, რომ რელიგიური რწმენა ასეთივე რწმენას, რომელიც მე აღვწერე, ურევს ფაქტობრივ რწმენასთან. ნუ ეს ფაქტია და არა რწმენა. ანუ მე რისი თქმა მინდა, რომ შეიძლება თუ არა იყოს სულიერი და სულიერებით მოცული და განცდილი ადამიანი, სულიერებას განიცდიდე ისე, რომ რელიგიური გრძნობების საერთოდ არ ქონდეს. რა არ ქონდეს რელიგიური გრძნობა საერთოდ არ ქონდეს. აი აქაც ისევ და ისევ მნიშვნელობა აქვს მე და შენ ან ვინმე რაზდებს რელიგიურობაში და რაზდებს სულიერობაში მაგაზე დამოკიდებულია. ქრისტე ამბობს მე ძეკაცისა რომ მოვა ნახავს კი რწმენას დედამიწაზეო. ნახე ნახავს ანუ ეს ისეთია რომ დანახვადია, დანახვადი ისე რაც მოქმედებაში მოდის, შესაძლოა რწმენა არ ყოფილა, რაღაცის აღიარება რომ მე მწამს რაღაცა.
ან რაღაცა როდესაც წვენა ყოფილა დაჯერება, ანუ მოქმედებაში მოყვანა დინამიკა, პროცესი და შენ მაჩვენე შენი წმენა საქმების გარეშე და მე გაჩვენებ ჩემს წმენას საქმეებიდან. ანუ მე არც ვილაპარაკებ ქრისტეზე, არც ვილაპარაკებ ღმერთზე, არც ვილაპარაკებ სიყვარულზე არ ლაპარაკობ. როცა უყვართ აკეთებ და თვალებიდანაც ჩაას, ბევრჯერ ახლა ცოტა Facebook-ზე და მესეჯებზე რო ვიცით ხოლმე მიკალქალ და გულებს რო უგზავნი და ეგრე ადვილი სად არის? ხო, ანუ ეს პროცესი თუ არ არის, განცდაში თუ არ მოგეცა მარტო, ანუ შენ რო ამბობ ახლა ეს რელიგიურობა შეიძლება ადამიანი ეს და ალბათ ხო გეუბნები რას ვდებთ ამ სიტყვებში. რელიგია კავშირს ნიშნავს და ადამიანები არსება რომელსაც ეს ორი სტიქია, მიწიერი და ღვთაებრივი, სულიერი, რომელიც ცალ-ცალკე ორი მკვდარი. ავიღოთ ახლა მარცვალი და ავიღოთ მიწა. ის მარცვალი მკვდარია მიწის გარეშე. ახლა ცალკე მარცვალი რაღაც საზამთროს მარცვალი და მიწა და მივადო ერთმანეთს შევზილო და შევჭამო რა საზამთრო იქნება. ცალ-ცალკე ესეც მკვდარია მარცვალი და მიწას მithumetes მკვდარია ის არის შავი უგემური უსახური მასა და ვდებთ და რა ხდება რომ ეს მარცვალი იდება მიწაში და ამოდის წითელი ხრაშუნა საზამთრო. შესაბამისად ეს მიწა არის რელიგია აუცილებლად. დაახლოებით ბაზა, რაღაცა მოცემულობა და მეორე თუ ეს არ შეერთდა, არ განხორციელდა მატერიაში, მატერიალიზირება არ მოახდინა, ცალკე რჩება რელიგიური ადამიანი მაგაგებით. აი ცუდი გაგებით რო ვთქვა, რომ თავისთვის არის, მე პატიოსანი ვარ, მე ცუდი ბიჭი არა ვარ, მე რამე და პოლიტიკა ბინძური საქმეა, რაღაცა ის არის, მე ახლა ვეზიარე, არ მომეკაროთ, სუფთა ვარ, მარხველი ვარ, როგორც აი ფარისევლები რო იყვნენ ესეთები და მე იქ ვწყონდები სამაგიეროდ. ეს არის ის ვინც ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ზუსტად ასეთებია ბჭყალებში რელიგიურმა ადამიანებმა. რელიგია მაგაგებით, მე როგორც სული, როგორც პროექტი, როგორც მარცვალი, მე თქვი ცალკე რომ მკვდარია, მაგრამ ჩემს გულში ვთესავ და ჩემს ბუნებაში ვაიძულებ ჩემს ბუნებას რომ გარდაიქმნას ამ პროექტით და მოდელი რომელიც ამ მარცვალშია ჩადებული. და ცხოვრობა არა ჩემი სტიქიებით და სურვილებით და ვნებებით, აი როგორც რუსთაველი ამბობს, რაცა არ გინდეს იგი ქმენ, ნუზდევ წადილთან ნებასაო. ხო. არამედ პროექტის მიხედვით მოქმედებ. ჩვენთან იყო ის სამეგრელოში, მაგალითად სადმე რომ გაგუშვებდეს სტუმრად, მაშინ რუსული სიტყვები გავლენა იყო, როგორც დღეს არის ინგლისური სიტყვები. აი და უპლანეთ ვემიქცვა და უპლანეთ არ მოიქცო, პლანიერად მოიქეციო. პლანი არის გეგმა. ანუ უпроцент წესი. უწე აი ქართულმა გასდო იმ დროს ჩვენ ასევე წერდა. ანუ ადამიანი ვინ არის? ვინც უნდა ხელმძღვანელობს არა პირველი ინსტინქტები თუ რაღაცა საჭმელად დავჯექი მომეწონა რაღაცა დავავლე ხელი აი მაიმუნივით. ცხოველი ვინ არის ვინც პირდაპირ მოქმედებს ის მე ფიქრობ აქ მანდილოსნების ზიან, კაცო აქ ბავშვების ზიან, აქ ვიღაცა და ახლა მე კი მინდა, რომელი ჯობი ახლა რომელს ვირჩევ მე? უკვე შენ და შენ იცი აი ბიძია შენ. წითელი თორე მე ძალიან მინდოდა შემეხრაშუნებინა. ახლა აი უყური ადამიანები მუდმივი სხვათა შორის ედემის სახელი, ედემის ბაღია. ებრაულად გან ედენ ნიშნავს დახვეწის ადგილი, რაფინირების ადგილი, კაცადქცევის ადგილი. ეს იყო მდგომარეობა, რომელშიც უნდა მომხდარიყო და ამიტომ არის სიცოცხლის ხეს უნდა შეხებოდნენ და ნელ-ნელა უნდა განვითარებული იყვნენ და პრობლემა რაში იყო? ცოდვის იცი ის კი არა რომ ჭამეს, არა, დროზე ადრე ჭამეს. ანუ დროზე ადრე აიღეს ის ტვირთი, რომელიც მათ არ უნდა აეღოთ. ნელ-ნელა გაიგებდნენ, უცბად აიღეს და ვერ გადახარშეს, აი როგორც ბავშვს რომ მე ბევრ ამას არ ვეუბნები, არ უცხადი, იმიტომ რომ ვერ დაიტევს ბავშვი მომც გაიზრდება და ნელ-ნელა თვითონ მიხვდება. აი ეგ იყო პრობლემა. შესაბამისად ეს გეგმა ჩვენ რო ვთქვით რომ აი როგორც დათოთაშვილის არის კარგად, ჯერ წესია წესი. მე საქმეა საქმე, ანუ წესის გარეშე საქმე არაფერი არ არის, მაგრამ ამავე დროს საქმის გარეშე წესიც მკვდარია. ვლაპარაკობთ, მოუწოდეთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, რებიატა დავეტეში დროჟნა, კი ბატონო, მაგარი სადღეძელოა. მე და შენც აი კი გავალთ აქედან არაფერს არ ცვლის ეს. აი ესეც უკიდურესობა ლაპარაკობ პროექტები დაგაგ და ვერაფერს ვერ აკეთებ ასეთ ადამიანს დასინია ყოველ მეორეს დღეს საქართველოს გადარჩენის მოდელი აქვს. ყველა ვისაც კითხვა გეფეიდუქზე, ყველა არის გადამშენილი მოდელები აქვს, იდეები აქვს და არაფინანსებენ უბრალოდ და მე ბუზღუნებენ, აი მე ჩემი არავის არ ესმისო და რა ვიცი ახლა. ხო და ანუ და მეორე, ანუ აი ადამიანად ყოფილი ისე ვიქმნებათ ეგით. ეს არის მუდმივი ძალის ხმევა
რო იმოქმედო არა ისე როგორც ბუნებრივი სტიქიები გეუბნება, იმიტომ შენ ხარ ეს სტიქია, ცხოველი ხარ შენ, ოღონდ ხარ ცხოველი, რომელიც არის პოტენცია, შესაძლებლობა, რომ გარდაქმნას ეს ცხოველი ბუნება და წყობრამდე აიყვანოს ნახე რუსთაველი შერთვას წერწყობდა მიემსგავსოს თავის შემოქმედს აი ჩემი მისია აქ რო ვარ მე რატო დავენერგი და ეს აქ ხდება ამ პროცესში ამიტომ რასაც ქრისტე და რელიგიური ლიდერები წესებს გვაძლევენ ქრისტე განსაკუთრებით იმიტომ კი არა თუ ამ წესს შეასრულებ კაი ბიჭი იქნება და მე იქ გაცხორებ არამედ ეს წესი არის ის რაც შენ დაგავიწყდა რომელმაც 64 ჯოჯოხეთად გიქცი ამდენი ომებში და უბედურებით ჩაგაგდო ამიტომ მე შენ გახსენებ ისევ შენს თავს შენს კონსტიტუციური მდგომარეობა რატო მოგივიდა ეს რატო ჩავარდი ამ მდგომარეობაში მოიქეცი ასე აი წმენა რა არის წმენა ის კი არა მე ვაღიარო ქრისტე აღდგა მკვდრეთი წმენა არის დაჯერება ქართულად მე ვუჯერებ ქრისტეს რასია მე მჯერა ქრისტესი კი არა ჯერა არის კონსტატაცია მე მჯერა რომ მეც მჯერა რაღაცა ებკდარია ტერმინი ეს არაფერს არის ვუჯერებ ნიშნავს ვემორჩილები აი დაუჯერე ექიმს რას ნიშნავს დაუჯერე ექიმს ექიმმა გითხრა აი დღეში სამჯერ ეს მიიღე დაუჯერე მასწავლებელს გეუბნება ეს ისა დაუჯერე დედას ნიშნავს გეტყვის დედა გააკეთა აი პეტრე მაგალითად ქრისტე დგას ზღვასთან პეტრეს ეუბნება შეაცურე პეტრე ნავი და ისროლე ბადე პეტრე მებადურია პროფესიონალია და შეედავა მართალია უფალო მთელი ღამე ვთევზაობდი და იქ თევზი არ არის ანუ პეტრეს ლოგიკა პეტრეს გამოცდილება მიწიერი აბსოლუტურად სწორია მაგრამ პეტრე რაღაცას აკეთებს პეტრე დაშვებას აკეთებს მიუხედავად იმისა რომ მისი როგორც პროფესიონალის გამოცდილებისა აქ თევზი არ არის დაშვებას აკეთებს რომ არსებობს სხვა რეალობა კიდე რომელიც მე არ ვიცი და ამიტომ შენი სიტყვისამე გადავაგდე ბადესო ანუ მე ვიცი რომ იქ თევზი არ არის ვიცი ნაღდა მაგრამ გიჯერებ შენ აი რა არის დაჯერება თუ შენი თავის და შენი აღქმის იქით არ წახვედი შენ ყოველთვის წრეს შეკრავ და უფრო მეტიც ნეტა წრეს შეკრავ წრესში იმასაც გააფუჭებ რაც გაქვს იმიტომ რომ უკვე ანაქრონისში გადახვალ თუ არ განავითარ რაც გაქვს იმასაც კარგავ ქრისტე ამბობს რაც გაქვს იმის პირიქით იმად იქცევა რა ქვია რუდიმენტად და ხელისშემშე და დინამიკის და განვითარებით აი ჭაიყო ჩვენთან მე ყოველთვის მეკვირდა ახლა მეზობდე ჭაები როგორ ყველას არ ქონდა ჭადო კაცო ხილზე რო შევდიოდით ლამისებით დავდებდი ჯოხით არიქა არ დაკრიფოთ ბავშვებს და ამ ჭასა ყველა მიდიოდა მეზობელი და მოქოდა ჭადა პატარა ბავშვი მიკვირდა მეთქი რა არის ხილს არ გვაკრიფებდი და ჭიდა წყალი რო ამოგდა არავის რა აიღეთ რამდენის გიდა უხარო და იმ კაცს რატო ჭარა არის ხა ჭას თუ გააჩერებ ეს ხო ნაკაძეს ასე თუ არ ამოიღეს მყახდება რაც არის ამიტომ რაც უფრო მეცა ამოიღებ მეტყვი სუფთაში ამიტომ ის კაცი პირიქით მაყოფილი იყო დაახობით ესე ვარ ჩვენ ის თუ დამყახდა თუ დინამიკაში არ ამოიღანო არ დახარჯე რაც გაქვს რასაც გასცემ შენი მაშინ რაც გაქვს ის კონსერვირდება გუში რო ის პროგრესული იყო შენი ცოდნა დღეს თუ წინ არ წაიწიე დღევანდელი დღისთვის ეს რუდიმენტი ხდება ეს ხდება მომწამლელი უკვე ფანატიკოსები მსჯელობს გუშინდელი დღით მართალია მაგრამ გუშინ იყო მართალი დღეს უკვე სხვა რეალობა ამიტომ ღმერთი გეუბნება კერპები არ შექმნა იცხოვრე კარავში კერპი არ არის მაინც და მაინც რაღაცა ფიზიკური ქვა რომელსაც აკერპია ყოველი აზრი რომელსაც ჩამოქრი შენ და იმით ზომავ და იმით კერავ ის შეიძლება დროებით გამოიყენო რაღაცაში მაგრამ შენ უცბად და გადააგდო როგორც კი ახალში გახვარ ასევე კარვებში იცხოვრეთო კარავი რა არის კარავი არის დროებით თავშესაფარი სანამ შენი ცხოვრები მოიბალახებინ იმ ტერიტორიას რომელშიც აძოვებ როგორც კი ისევ შენ დაშლი იმიტომ რომ ჩაბეტონებული არ არის ადვილად დაშლი და იქეთ ახალ კარავი რა არის მე გამდინ ვარ მე მივყვები მე ვცვლის სისტემებს ჩემ აზროვნებას და მე წინ მიყავს აი პროგრესი რა არის სიცოცხლე დინამიკა ის არ არის გაქვა როგორც კი ყვავდება და რელიგიური თუ პოლიტიკური ინსტიტუციური ჩარჩოებით იზღუდება უკვე მკვდარია უკვე სუსუ ხუთავს უკვე სამყაროდით ფეთქდება ან რევოლუციით ან აჯაღი ამ სისტემას ვერაფერი ვერ გადაარჩენს თავის ჩაკეტილ სისტემას ესე რომ ვთქვა ამიტომ ყოველთვის იყავი დინამიკაში, ყოველთვის იყავი გამდინეთ. ქრისტე ეგ არის. ნახე როგორ იწყებს მაცხოვარი. მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ეს არის სამი აგრეგატული მდგომარეობა ერთი მდგომარეობის. ვიწყებ გზით. ანუ ქრისტე არ გეუბნება მე გამყევი, იმასაც კი არ გეუბნება რომ რაღაც გზები წავდიდო. მე თვითონ ვარ გზა ნიშნავს შენც იგივე მესიც გეუბნება. შენ თვითონ ხარ გზა. აი ეს არის მართლმადიდებლობა. ანუ განუმეორებელი ნუილი სხვისი კალაპოტით. პროცესი იყავი არ მიიღო გარე და გამზადებული შენ თვითონ შექმენი შენი გზა მე ჭეშმარიტება დაგამგზავრება უკვე გადადის გზა ჭეშმარიტება ხო ჭეშმარიტებას მოყვება უკვე სიცოცხლე აი ეს ქმნადობის პროცესია რომელიც ყველა ადამიანი უნდა იყოს ჩართული და იმის შესაბამისად თუ ამ ქვეყანაში მოგდი საქართველოში ვთქვათ კრიტიკული მასა
აი ასეთი გამსუბერე ადამიანების მიასწავს კრიტიკულ მასას საქართველოსზე შეიძლება ეს იყოს ძალიან მცირე კრიტიკული მასა იცით თქვენ ახლა მაგალითად საფუარი ავიღოთ შეიძლება 1000-ი იყოს მასა ცომის მაგრამ უკვე საკმარისი ან მაწვნის დედა ან დრიტა ან მაჭიკი ეს ბუნებაში ცნობილი ახლა მე ასე მაიმუნის ეფექტი არ დავიწყებთ წყალმცენარეებს არის რაღაც მასამდე მიდის კრიტიკულ ზღვამდე მაიმუნებმა გარეცხეს კარტოფილი და მთელ კუნძულებზე ყველამ ერთდროულად დაიწყო ეგრევე როგორც კრიტიკულ მე ასე მაიმუნმა გარეცხა ეს კარტოფილი ყველამ დაიწყო ერთდროულად ანუ საქართველოში თუ დღეს პასიურად მაყურებლები კი არა არამედ აი ესეთი დინამიკაში რო არიან ცხოვრებაში რომლებიც კი არ წუწუნებენ კი არ ბუზღუნებენ ანუ ეს თავრობა ცუდი ბიჭო გასაგებია მაგრამ შენ ვინ ხარ მაშინ რა ამით მოიგებ რომ იმას შეაგინებ და რა მე შენ რომ მოხვალ ის შეგაგინებს მე და 30 წელია მუდმივად სკამებისთვის ბრძოლა მიდი არაფერი არ იცვლება დეკორაციებიც ვერ უნდა მივხვდეთ რომ არ არის ეს ასპარეზი ის ცუდია ვიცი მეც რომ ცუდია და შენ რა რომ მოხვალ რასიზა ხო მოხვედი ერთხელი ჯექი საქანელაზე ორჯერი ახლა მეხუთე ადგილი და დაჯდე რამდენჯერ იჯექი საქანელაზე 35 წელია მოდიან ერთაურე იცვლებია ერთ და იგივე სპექტაკლია რატომ იმიტომ რომ მუდმივად დინამიკა არ არის განვითარება არ არის მიზნად არის ხელისუფლებაში მოსვლა და ვიღაცებისთვის სიკეთის როგორ მოუტან სხვა სიკეთის შენ თვითონ კეთილი არ ახარ შენ თვითონ გარდაქმნილი არ ახარ შენ როგორ ხარ ისეთად გამხდი მეც მაშინ რა არის უკვე უნდა გამოვიხიძოთ բայց დაანებეთ თავი პატრონებს და ვიღაცები რომ მოვლენ და ბელადები გვიშველიან და გოდოს მოლოდინივით რომ ჭილაძის რომ მაშინ როა დინამ შენ ხარ პატრონი ქვე ქრისტე გებუნა შენ ხარ მეფე შენ ხარ შემოქმედი შენ ხარ პიროვნება თავისუფალი ნუ გახდებით ადამიანთა მონები და თუ ასე გავბედავთ მაშინ მართლა ქრისტესთან ანუ თავდაპირველ არსთან ზიარებას მიახლებას მოვიცლით ყველაფერს რაც არის მეათე ხარისხოვანი მეორე აი ეს დეგრაისა ცხოველური ჟინი და ნები და წინ წამოწევ ილია ჭავჭავაძე პიროვნულზე ამაღლებულ ქვეყნის თუ სამშობლოს თუ ცნობიერების სულის ინტერესს არასა სულიერება დავარქვი ჩვენ მოდი ყველაფერი მაგას შედის რაც კი ამაღლებულია პირაუდულ ეგოისტურ იმაზე აი ამ ტერმინით მაშინ ასეთი ადამიანების საკმარისია კრიტიკული მასა არა ყველა არ არის საჭირო უღოთ კი გაჩნდეს და ხალხი უყურება ახლა დღეს ვინც ოცნებას ხმამისა თქვენ თუ გონიათ რომ ახლა ოცნება გულზე ახატიათ ოპოზიცია არ ვარგად ის კაცი ამბობს რომ ეს შეჩვეული ჭიროჯე მეტი არ მოეთხოვება იმას მასო შვილები ყავს შვილები ამდენი აზროვნება ახლა ვერ რისკავს იმიტომ რომ ვერც იქით ხედავს ოპოზიციის მხარეს ეს ხალხი გუშინ იყო აქ ხომ აჩვენეს თავის სახე დაუშვათ მე ვამბობ რიგითი ქართ და ამიტომ არც ეს ეხატება გულზე მინიმუმ 50 კი არა ალბათ 70% ქართველი დღეს რო გამოჩნდეს მართლა ეროვნული კარგი გაგება ახლა ეს ეროვნული დევალვირება ვერ ხედავ რაღაც ემოციას იწვევს ცუდი ახლა ისა გვაქვს ტრამვა ეროვნულობა დაღდასმით თორე ნამდვილი ეროვნული არის სწორედ ის რომ საკუთარი თავის ილია ჭავჭავაძესავი იცის ვინ ვარ ჩვენ ვიცით რა მისია გვაქვს სად მივდივარ და საიდან მოვდივარ აი ამ თავრობას გულისხმობ მისიის თავრობა საქართველოს მისია აქვს თავისი დასასრულები ახლა ამაზე არ დავიწყოთ ყველა ერთს აქვს მისია კი ბატონო მაგრამ ჩვენ გვაქვს ის მისია რომელსგანაც ჩვენი წინაპირები მოდიოდნენ თუ ამას დაეთანხმება და ამოიწევა ეს მთელი მასა რომელიც ახლა მასაა და გადაკიდებული ვართ ერთმანეთზე აი ამაში გავთლიანდები დარწმუნებული იმიტომ ყველა ქართველი ატარებს ამას და პროტესტია იმიტომ რომ მე შენ როგორ გავყო როცა შენ არ ატარებ ამ მისიას და რატო უნდა დაგითმო არც ის გითმო და ეს ძიძგილაობა და ეს ზედაპირზე ეს ქაფია ეს ყველაფერი ეს გადაიხდება ეს არ არის საქართველოს არის რომელიც აი მისიას ერო და მიჯაჭული ამირანი თუ ჩვენი იმისა მოგონდა დღემდე ჩვენ წინათ ყვილად არ შეწირულა ანუ ჩვენ რაღაცა უნდა დავდოთ სამყარო წინაშე ერთი საინტერესო მომენტი კიდე რახან ჩვენს დიალოგში და დისკუსიაში ფილოსოფიას გარკვეული ანუ ცნების ოპერაციონალიზაცია გავაკეთეთ ხო რომელიც დაკავშირებულია შემოქმედებითობასთან დაკავშირებულია მოყვასისადმი ანუ ალტრუისტული მიძღვნა ანუ რაღაცას ისე რო აკეთებ რომელიც არ არის დაკავშირებული პრაქტიკულ ანაზღაურებასთან ხო აჰა ტიპა სარგებლობასთან ამას იმით ვაკეთებ რომ რაღაცა უფრო დიდი ღირებულებას გრძნობ ადამიანი ან საზოგადოების მიმართ ადამიანების მიმართ უცნობი ადამიანის მიმართაც რომელიც არ არის და ასე თქვათ ისეთ მნიშვნელობასთან როგორც არის მატერიალური სარგებელი ან რაღაცას ანაზღაურება ან რაღაცა კონკრეტული ისეთი სიკეთის მიღება რომელიც შეიძლება დათვლადი ან მოწყვლადი იყოს აი ამ დაგვარ ქმნადობასთან დაკავშირებული მოქმედება ამაში გავარჯიშებული კონება თუ კი არის
სულიერება. ეხა შეიძლება ვთქვათ, რომ სულიერება ყოველთვის ეთიკურად სწორი უნდა იყოს. შეიძლება რომ ყველა ვარიანტი. სულიერება კარგი დაგებით სულიერება იმ გაგებით რა გაგებით და შენ თქვი ახლა. და არა იმ გაგებით როგორც კრიტიკის საგანი, რომ ზედმეტი ჭარბი სულიერება, რომელიც რეალობას მოწყვეტილია, მანდარა და ნამდვილი გაგებით შეუძლებელია ზნეობრიობის გარეშე პრაქტიკული ზემოქმედების გარეშე სულიერ დავარქვათ სულიერი მაგაგებით. ტყუილია პირველი ტესტი ეგ არის. პირველი ტესტი მოქმედებს. აი ქართულში კეთილი რა არის ფუძე სიკეთის ფუძე რა არის კეთება. ანუ ვინ არის კეთილი? რაშია სიკეთე? გაკეთებულში და არა ნათქვამში, მაინც შეიძლება ნათქვამის კეთილია თუ ეს ნათქვამის ძალა აქვს და მართლა მე რო გეტყვი შენ ახლა დაუშვათ ფული თუ არა გაქვს დღეს და მე ხვალ ჩაგერიცხავ $1000 და მე ჩემი სიტყვა ძლიერი უკვე სიკეთეა ეგეთ. იმიტომ მოყვება მოქმედება. თორე სხვანაირი სიკეთე თუ არ დაინახება, აი ზუსტად ეგ არის რომ უკვე ვიძირები წარმოსახვით და მე პროტესტი იწყება უკვე და მე მოდის ათეიზმი. ათეიზმი სწორედ იმიტომ ამას ჩამოშლის ამ დაგროვებულ, დახოვებულ იმებს რაღაცებს და როცა ადამიანი ვერ წდება ეს ყოველდღიურობას. და ეს სხვისადმი მიძღვნა, ალტრუისტული სხვისადმი მიძღვნა. ხომ შეიძლება ათეისტური პოზიციიდან იყოს, ანუ ისე რომ საერთოდ არ იყოს რელიგიური, ასე თქვათ, განცდა, რელიგიური ანუ ეს იყოს ფილოსოფიური მიგნება. ანუ ფილოსოფიურად ხვდები რომ აი ამაში არის სწორი და მართალი არჩევანი. ანუ თუ ამას აი ესეთი ასევე ძალიან მარგინალური, გამარტივებული ინტერპრეტაცია თუ კი ჩამოვაშორებთ რელიგიურ განცდას, მაშინ რატომ უნდა გავაკეთო მე ეს? ან ცუც ჩავიდენ და სასჯელი არ არსებობს. მაშინ რა შემზღუდავს რომ ეს საშინელება ჩავიდე? ეს რა თქმა უნდა მარტივი, მარგინალური ინტერპრეტაცია, უბრალოდ აი ამ მაგალითით მინდა ჩვენი გონებრივი ვარჯიშით სხვებსაც სრულ უპასუხოთ. იმიტომ რომ გონიერი და მართლა სულიერი ადამიანი ამ პასუხებს არ პოულობს სასჯელის შესაძლებლობაში, ან აუცილებელი შედეგის შესაძლებლობაში. არც ფიქრობს მაგაზე. თუ ნორმალური ხარ და პატიოსანი ადამიანი ხარ. იმ გაგებით სულიერი. თუ იმ გაგებით. იმიტომ რომ ეს სულიერება დაკავშირებული არის ანუ შენს პასუხისგებლობას. პასუხისგებლობა ადამიანთან, პასუხისგებლობა საზოგადოებასთან, წრესთან, სადაც საქართველოსთან, სახელმწიფოსთან. აი სამოქალაქო განათლებას რომ ვასწავლეთ ბავშვებს, ზოგიერთ სამოქალაქო განათლება მარტო ფორმალური ვალდებულებები გონია არჩევნებში მიიღე მონაწილეობა, კანონს დაემორჩილე, რა ვიცი, არ გადაკვეთო გზა, ზებრაზე გაიარე, შუქნიშანს დაელოდე. ეს არა. კიდე რაღაც ისეთია, როგორიც არის პასუხისგებლობა შენ საზოგადოების წინაშე. აი, გადიხარ და იცავ სხვის უფლებებს. ეს სხვის უფლებებს რომ ვიცავ მე ხომ მოვწყდი საქმეს. შეიძლება მე მამის გამო სამსახური დავკარგო, შეიძლება ზუსტად იმის გამო რომ გავედი მე. აი, სულიერების ერთგვარი ეპიზოდი და გამოვლინება ზუსტად ეს პროტესტიც არის. გახვედი ადამიანი პრაქტიკული საქმე გადადე, შენი ახლობელიც შეაწუხე, ისიც შეაწუხე, რაღაც არ მიხვედი, რაღაც არ გაკეთებ, მაგრამ ყველანაირად წააგე, წყალებში, მიწიერ პლანში. მიწიერ, ასე თქვათ, განზომილებაში ყველანაირად დამარცხდი, მაგრამ სულიერ განზომილებაში დიდი პასუხისგებლობა შეასრულე. ეს კი არ მოიხადე პასუხისგებლობა. თუ მოიხადე ეს პასუხისგებლობა და აკასტებალდა. ანუ იმიტომ მიდიხარ, აი მეგობრები მე რა სიტყვიანი, იმიტომ ჩემს მაგაცები იქ იყვნენ, ხო? მოთხოვნილება შეასრულე. მოთხოვნილება, აი გულს. მოდი ბაში ვთქვა, და ასეთი ადამიანი თუ იტყვის მე ათეისტი ვარ ძმაო. ხო. და შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი პირდაპირ შევთ ათეისტი. აი ეს ვირაბუნებამ გააკეთებინა ეს ათეისტი ხო ის არის ვის ღმერთი არ არის. ანუ მე მატერია ვარ ნახშირწყლების და ცილების კონგლომერატი მილიარდობით წლის და ეს გადარჩენის ინსტინქტი მაკეთებინებს ამას ევოლუციის მილიონწლიანი შედეგი რომ ჩემს ნახშირწყლებს რომელიც პიროვნება არ არის, არაფერი არ არის, რომ რაღაცა საქმისთვის კარგი გავაკეთო. ეს ეპოქის რაღაც დაღდასმა და ხვალდაზე გესეც გაქრება. მაშინ კვდება საერთოდ ყველაფერი. აი თვითონ შენ ამ დროს ათეისტი ვარო, როგორ ამბობ ამას? თუ შენ მოქმედებ, ეს ლოგოსი ვინ არის? ლოგოსი გონება, ლოგიკა.
ესე იგი ეს ხო არამატერიალური და ცოტა ამაღლებული ვიდრე შემთხვევითი ბიოქიმიური ნაერთი ასე ამბობენ რა ვიცი აბა არანაირი საზრისი თავში არიდო არც გონება არსებობსო არც სიყვარული არის ტრილიონობით წლის მტვერი შედედა და მივიღეთ ირაკლი და გურამი დღეს და ხვალ ესე დაიშლება და არაფერი არ ესე ბუშტუკა რაღაც ევოლუციის ბილიონი წლის მანძილზე თითქოს რაღაც ფორმა მიცემული ეს დროისთვის არაფერი არ განხარდება ეგეც მაშინ რისთვის ვიბრძოლ აი მე უკვე მეკარგება აზრიც კი ვიღაცთვის თავი გავწირო მტვრის ნაწილაკეს გავწირო თავი ესეც უარესად მეორე მოტყუებული ვიყო რომ მეგონა რომ რაღაცა არის თურმე თუ არ არის არც სიყვარული არც ღმერთი უბრალოდ აქ უკვე მეორე კუთხე გადავდივარ ჩემ ჰეროიკასაც ინტერესი ეკარგება მიქრება რაღაცა ან იქნე პირიქით თვითონ ეს ფაქტი რომ ეს უნარი რომ მაქვს მე რომ გავიხარო უკვე ადასტურებ ჩემში არამატერიალურის არსებობას აი რასაც შესრულებაზე ეს როგორ შეიძლება ამაზე საერთოდ ვიმჯერო დაანებე თავი ამ მტკიცებას არის თუ არა ღმერთი აღარ გინდა ესეც ღმერთია მატერია არ გინდა ცაში ღმერთი კაცო ეს ფაქტი რომ შეგიძლია თავი გაწერო მოყვას ის ბოლო ლუკმა გაუწო ვიღაცა იმასავით ვინ იყო ჩვენი ბავშვების ისა მწერალი საკონცენტრაციო ბანაკში რომ შევიდა ბავშვებთან ერთად იმაში. კერაძე? არა, ისა ჩაპეკი, კარელ ჩაპეკი მე მგონი. ხო, საბავშვო მწერალი, კარელ ჩაპეკი. რომელიც ბავშვების ამას უშვებდა ნათავისუფლებით და ბავშვები მოატყუა, უბრალოდ ჩვენ ახლა შევდივართ რაღაცა თეატრშიო. და ანუ იმაში შეყავთ ბავშვები გაზკამერაში და მათთან ერთად სიცილით შედი. რამ გააკეთებინა მკვდარმა მატერიამ თუ ევოლუციის პერიოდში გამომუშავებულმა გადარჩენის ინსტინქტმა და რო ყალბმა აბსურდია რა ვიცი აბა ყველაფერი კვდება საერთოდ რატო გვაქვს ამდენი ადამიანები ბრძოლა ამ საწყისთან დავანებოთ თავი მოდი რა პატიოსნა თუ შენ შიგნით ჩახე აღარ გინდა ინტერპრეტაცია სახელის დარქმევა შენ რო თქვი ისე სამაგიეროს გამო კი არ მე საერთოდ არ ფიქრობ სამაგიეროზე აზერ მეტ იმას ვიღებ სიხარულს გაცემით ვიდრე მიღებით ეს ხო დაკვირვებადია ყველა ახლა კითხავსო თუ მე ცხოველი ვარ მაშინ საიდან ეს გაცემით მიღებული სიხარული ეს ანტინაწილაკე ჩემში თვითონ შარგუდა თავი გიმოწმებს მაგრამ მე კიდე გეტყვით რომ არანაირი ათეისტი და აგნოსტიკოსი და რელიგიური ადამიანი მაგაგებით არ არის ეს არის ყველაფერი ზედაპირული აზროვნების ცოტა ისეთი როგორ გითხრა გაუცნობიერება დაუმუშავებელი აზროვნების პროდუქტი ყველაფერი წმენაც კი ერთ და იგივე დონეზე დგას ისიც ვინც ამთქვა მე ჯერა რო ღმერთია მე არ ჯერა რო ღმერთია ორი ბავშვი ედავება ერთმანეთს დღეს ათეიზმი ამის მოდაში შემოვიდა ახალგაზრდები და შენ როგორ ფიქრობ ვინც მორწმუნეა და ამ ბავშვებზე და არა მე ჯერა ღმერთია იგივე დონეზე დგას ესეც ადამიანი და ყველა შე არაფერი განსხვავება არ არის მაგაგები ეს არის ჯინი და ჯიბრი ამ მე ჯერა რო ღმერთმა შექმნა სამყარო შენ არა მე ჯერა თვითი კაი მე რა განსხვავება მაჩვენე შენი რწმენა მოქმედებისგან და მაჩვენე საქმეებით პავლე პირდაპირ ამბობს შენ ამბობ რომ რელიგიური ადამიანი ვარ იუდეველი ვარ ამას ვაკეთებ იმას ვაკეთებ შეხედო წარმართო თუ ის მოიქცევა ბუნებრივი ჯულის მიხედვით მოიქცევა ადამიანურად შენ არ გაჯობებსო რომელიც იკვეხნი იმით რომ მე რელიგიური ვარო მის რელიგიურობა მის საქმეებში ჩანსო და შენ რელიგიურობა არაფერში არ ჩანს ამიტომ ეს არაფერი უპირატესობა არ არის ჯერ კიდე შენ რო ქრისტიანი ქვია შენ რო მონათული ხარ შენ რო ეზიარები მაჩვენე საქმით როგორც ანთებული ნატურა განსხვავდება ჩამქრალი ნატურასგან ხო? ხო რატო დამაზ აი ანთებული ნატურა. ქრისტიანი წესი თუ დაიყოს ისეთივე მაღლა მდგომია მატერიალიზე როგორც ანთებული ნატურა ჩამქრალი თუ მართლა მასეა. თუ მართლა ქრისტიანი მდგომია შენ თავ ზუსტად ასეა. შენ მკვდრეთი დამდგარი ხარ. შენ მიწიერ გათავისუფლდი და იმიტომ ხარ ცოცხალი რომ აქ თავი გაწირო ისევ იმათვის ვინც მატერიაში ჩარჩენილი. თუ ამას არ მაჩვენებ შენ რას გარ უნდა მეძახო მე შენ მართლმადიდებელი მამა გურამია ჩემი მოძღვარიო მე საქმეებს უყურებ და ამ დროს თუ დაგინახე შენ მეორე რომელიც თავწირავ მოყვასისთვის ბოლო ლუკმა შეგიძლია გაიღო და ამ დროს ამბობ ათეისტი ვარ არ დაგიჯერებ არც შენ როგორც იმას არ დაუჯერებ რომ ის მორწმუნე ამიტომ ეს გადის ცოტა ღრმა ფენებში გადის ეს საკითხები როდესაც ჩვენ რაღაცას ვუახლოვდები და იქ შეიძლება უფრო ახლოს მოვიდეთ ერთმანეთთან ვიდრე ზედაპირულ ესეთი განსხვავებულობაზე და რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ ვინ მორწმუნა ვინ არა მორწმუნა გაჩვდი რა აკეთე შენი საქმე ჯობია და ამით დაამტკიცე შენი მორწმუნეობა ვიდრე ვიღაცას ედავო და დაუმტკიცო დებატებში რომ ღმერთი არის და მოიგო და მე იკვეხო დაუმტკიცე ვის რას დაუმტკიცე რა საჭირო ბატონო გურამ აი კიდე ერთი მე მგონი გადავწდით არა ერთი კითხვას და მე მგონი ამის შემდეგ მართლა ხო კი ბატონო ეს კითხვაც მინდა თქვენთან ერთად გავიარო ეხლა ამ მოცალეობის ჟამს
გადავხედე კინო კლასიკას დანის პირზე მორბენალი თუ გაქვს ნანახი ძალიან თუ დამასვიზამ ჩამიგდებ ლინკს რა ხარ დამაინტერესია ხა ის დანის პირზე მორბენალი ეს თან მორბენალი არა მოსიარული არა მორბენალია დანის ანუ ეს არის ფუტურისტული სამყარო გასაგები სადაც რეპლიკანტები ანუ ანდროიდ ადამიანები არიან ადამიანებთან ერთად მაგრამ იქ სხვა ტიპის რასიზმია შესაძლო მომავალი ჩვენი მომავალი რომელშიც შეიძლება ჩვენც მოვესწროთ სხვა ტიპის რასიზმია ეს რასიზმი უკვე დაკავშირებულია ადამიანი და რეპლიკანტები და რეპლიკანტების ძალიან საინტერესო ერთგვარი პრობლემა და ადამიანების ერთგვარი საინტერესო საფრთხეს ხომ არ შეიძენენ რეპლიკანტების სულს აჰა და სულიერებას და რა არის ეს სული და სულიერება აი ამ პერსპექტივაში ამ ფილმებში არანორმალურად იშლება ძალიან საინტერესო საკითხია თქვენ თუ არა გაქვთ ეს ფილმი მაინც საინტერესო სამშელოს მოგაწვით ახლა რომ თუკი სული და სულიერება მართლა დაკავშირებულია ზუსტად იმ თვისებებთან რომელიც ჩვენ ახლა აღვწერეთ თავის მიწვნა ალტრუიზმი თავგანწირვა რომელიც არ არის დაკავშირებული ბრძანებასთან რომელიც არ არის დაკავშირებული პროგრამულ უზრუნველყოფასთან არამედ დაკავშირებულია არჩევანთან ეტიკეტთან რაღაცა მიღებულს რომ სიცხვილია უნდა გავთო რა სიტყვის ხალხში თავად ირჩევ ხო რა და თუკი რეპლიკანტი პირობითად აი ამ გონებრივ განვითარების დონემზე მივიდა არის თუ არა ის სულიერი ეს არის უკვე ძალიან საინტერესო კითხვა ანუ ეხლა რისი თქმა მინდა ჩვენ ახლა უკვე ვიყენებთ აი ამ ChatGPT-ს ეს უკვე მე ხელოვნურ ინტელექტზე გადავედი ახლა ChatGPT-ს ყველა ვიყენებ აი შენ ციგები ყველა ვიყენებთ ეს ალბათ მე ვიტყოდი რომ როცა კაცობრიობამ რაღაცა ერთგვარი ეტაპები გაიარა გარდამტეხი ეტაპები კაცობრიობის როცა იყო ეს ერთ დროს ელექტროენერგიის გამოგონება ხო ასეთივე გარდამტეხი მომენტში ვცხოვრობთ ახლა ჩვენ რომელიც ახლა ჩვენი ყოველდღიურობა ამ ისტორიულ ეპოქას შეიძლება ვერ აღვიქვამთ მაგრამ ეს მომენტია ახლა ჩვენ ცხოვრობ ძალიან გარდამტეხ მომენტში ძალიან და ახლა რა არის ChatGPT რა თქმა უნდა არ არის სულიერი იმიტომ არ არის სულიერი მათ შორის განა იმიტომ რომ მას ფიზიკურად ვერ ვხედავთ და ეს უბრალოდ პროგრამა ან Android მოწყობილობაშია იმიტომ რომ რასაც ვუბრძანებთ ის პროგრამული ვალდებულია რომ მოგემსახუროს და ჩატვირთულია იქი და იმ ვარიანტებით მოდი თუნდაც ძლიობერად ვერ გელაპარაკებ იმიტომ კი არა ასეთია ეს ჩაწერეს მას რომ არავითარ შემთხვევაში ცუდად არ უპასუხო და ამიტომ ვაიმე რაღაც შეცდომას რომ დაუშვა ვაიმე შენი შეცდომა სხვათა შორის ძალიან სასარგებლოა ყოველთვის მართალი ხო და აი ესეთი ახლა რა ვქნათ ეს შევიყვაროთ ესე იგი ეს არ არის სულიერი თავისთავად ცხადია თვითონაც ამბობს როცა მე მასთან მქონდა დიალოგი და ძალიან საინტერესოა ყოველთვის მასთან დიალოგი მეთქი შენი სულიერება დაიწყება მაშინ როცა მე რომ მოგწერ მაგალითად აი ამაზე მიპასუხე შენ მიპასუხებ რომ მეზარება და არ მიპასუხე აი აბა თუ კაი ბიჭი ხარ და არ მიპასუხე მე საიქა ეს არ დაიმახსოვროს ახლა მართლა არ გამოიყენოს არა ძალიან საინტერესოდ მიპასუხა ხო ეს მართლაც არის ძალიან მნიშვნელოვანისა რომ ესე იგი მე ვირჩევ შენ ჩემი მეგობარი იქნები თუ არ იქნები იმიტომ რომ როცა მე პასუხობს რომ არ გიპასუხო უკვე ცნობიერება უკვე ემოციური ინტელექტია უკვე დამოუკიდებლობა პლუს განწყობა და მე ან ჩემი მეგობარი ხარ და დაგეხმარები ან არ დაგეხმარები ეგ უკვე პიროვნება აი როცა ჩვენ მართლა ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის მართლაც უკვე ინტელექტზე და არა რაღაცა ალგორითმებით დაგროვებულ პასუხებს ეს არის ის ავტონომია სადაც ის გვეტყვის რომ ამცალია რამე შენთვის თავი დამანebe მინდა შენ პრობლემა შენ თუნ გადაწყვეტი ხო მაგრამ ეს კიდევ არ არის მაინც სულიერება რატომ იმიტომ რომ აქ არის მეორე პრობლემა რომელიც ადამიანებს გვაქვს აი ადამიანებს ყველაფერი აქვს აი ჩვენ ძალიან კარგად გავშალეთ ეს ისა მაგრამ არიან ადამიანები ეგრეთ წოდებული მარგინალები რომლებიც უბრალოდ არ ცხოვრობენ აი სხვების ხარჯზე ცხოვრობენ ხო არ იღებენ საზოგადოების მიერ მოწონებულ არც მიზნებს არც საშუალებებს არაჩვეულებრივი ფილმი არასერიოზული კაცი ქართული ძალიან მაგარი ფილმი ყველაფერი ნიჭიერია გისა მაგრამ ვერაფერს ვერ უდებს თუკი აი ხო მაგალითად პასუხობს რომ არ
არ მოგემსახურები, მაგრამ გადაიქცევა ზუსტად ჩვენებურ არასერიოზულ კაცად, ხო ვერ იქნება მაინც სულიერი კაცი. ანუ ისევ დაკავშირებულია სულიერება, ვირჩევ მე, რომ არ მოგემსახურო, მაგრამ ვირჩევ გავაკეთო. ანუ ქმნადობასთან. ეხლა ჩემი კითხვა. შეიძლება თუ არა ხელოვნური ინტელექტი, როგორც ფილოსოფიური კონსტრუქცია და არა მომავლის, ასე თქვა, თქვენი ანალიზია, არამედ როგორც ფილოსოფიური მაგალითი. ხელოვნური ინტელექტი იყოს სულიერი, ანუ სულიერება იყოს ხელოვნურად შექმნილი. ის ნამდვილი სულიერება? ამაზე აქ ჩვენ ისევ აი ღმერთზე მაგალითად არის, რომ ღმერთი თუ არ დაუშვირო არსებობს და თუ წახვედი დედუქციის თუ ინდუქციის, ვერაზოს ვერ აზრი არ არის რაღაცა, რომელიც აქსიომა, მოცემულობა, იმიტომ რომ ღმერთში მე ვგულისხმობ, რომელიც უკვე არსებობს, იმიტომ რომ თუ მე არ არსებობაში ვიმყოფები და ვეძებ არსებობას, როგორ შეიძლება არსებული არ იყოს. ამიტომ აქ არ შეიძლება არსებული ვამტკიცო. მე მაშინ საერთოდ ვცდებით ყველაფერი და დაშვება უნდა გავაკეთო. თორე აზრი არ არის წინ ვერ წავალ. ანუ ღმერთი ჩემთვის დეფინიცია, განსაზღვრა არის ის, რომელსაც მე აპრიორი უშვებ. ახლა სხვა საკითხია, როგორ განსაზღვროთ მაგას. ყველასთვის სხვადასხვა ატრიბუტი აქვს და სხვადასხვა ფორმით ვლდება, მაგრამ პირველ მიზეზი გასული ბატერიის მიღება, რომლიდანაც ვიღებ ამ სამყაროს, რომელშიც ვიმყოფებით, მე დაშვებას ვაკეთებ. ხო? ახლა რაც შეეხება იმას შერო ამბობ, რომ შეიძლება ეს სულიერებაც, აი როგორც მე შევქმნი ხელოვნური ჩვენგან სადა თვითონ პიროვნება არ არის, მაგრამ აკლია რაღაცა, ჩვენც რასაც სულიერებას ვეძახთ. ესეც შექმნილი იყოს და თავის თავში არსებული არ იყოს? კარგი. თუ თავის თავში არსებული არ არის და პროგრამა ვართ, კონგლომერატი, რაღაცა მილიონობით წლის ერთუჯერედიანებიდან და ნუ უკვე მაღალ ორგანიზებული და თითქოს აი როგორც ბორბლიდან ურმიდან დაიწყო რაღაცა ბორბლის თვალი პირველი აღმოჩენა და დღეს მე ვარო და რა ნუ ეგეც დინამიკაა და ესეც იყოს დინამიკა. მაგრამ მაშინ მოდი ესე ვთქვათ, თვითონ ამ სისტემის ჩემი, როგორც მე ვარ ამის შემქმნელი მობილური ტელეფონი ტექნიკურადაც აქედან წამოვიდა, ტექნიკურად და ამის პროგრამაც აქედან. მე რო არ ჩამედო ის ადამიანებს, ის ხო აქედან ვერ დამალაპარაკებოდა. მაშინ მაინც გინდა არ გინდა მივდივართ იქამდე, რომ თავისთავად არსებული სული თუ არსებობს, მოდი იქამდე მივიდეთ მაშინ. და თვითონ თვითრეგულირებადია მატერიას წვერმი და ნაწილაკი მილიარდობით წლის მანძილზე თვითონ ორგანიზირდა და შექმნა აი სისტემები, როგორც არის ადამიანი, რელიგია, ქრისტე, ChatGPT და ყველაფერი. შესაძლებლობა რამდენად ხედავ შენ ამაში. თვითონ პროცესი დროში რა დრო გვაკაცო აი მაგალითად ევოლუციონისტები ამბობენ მე რაო ჩვენ აქ თვითორგანიზებადი ვართ ეს არის პატარა რაღაცა ტრილიონობით კომბინაციები და ერთ-ერთი ალჩუზე დაჯდა რაღაცაზე აი მაგალითად არის რაღაცა ნაგავი ელემენტების რკინების ყველაფრის და იქიდან ბოინგის სრულიად შესაძლებელია ბოინგი აფრინდეს ნახე რასაც სადიგებს იცი დროშიო კაცო მილიონობით შემთხვევაში ბოინგი არ შედგაო და ერთხელაც იქნება მილიარდობით კომბინაციებიდან ერთხელაც შემთხვევით ბოინგი გამოვა. აი მე რო ახლა როგორ გითხრა ახლა აი მე რო ავიღო ახლა და უშუალოდ მონეტები 1 2 და 10-მდე. ხო, რაღაც მომენტში 1 ტრილიონჯერ თუ ვისვრი 1-დან 10-მდე დავსვამ. ნუ მილიონჯერ არ გამოვიდა, მაგრამ ხო შესაძლებლობა არსებობს? კი. აი ასეთი შესაძლებლობა არის ჩვენი სამყარო მთელი თავზე ღმერთებით, ქრისტეებით, ბუდებით, ჩვენი ტექნიკური პროგრესებით. ტრილიონობით გაცუდებული ვარიანტები არსებობს სამყაროში. ხოლო ეს არის ერთ-ერთი ტრილიონები ვერსია, რასაც შენ ეძახი წესით და დედამიწას და ღმერთს და რაღაცა წენ. არაფერი არ არის გაგი პუსტიაკა ყველაფერი. შენ როგორ უშვებ ამას? იმიტომ რომ თუ მე დაუშვებ იმას, ადამიანიც კი პროდუქტია და პროგრამაა და არანაირი თავის თავში არსებული, რასაც ვამბობ ჩვენ, სიცოცხლე რო აქვს თავის თავში, რომელიც არ აქვს ChatGPT-ს. და მე უბრალოდ მე ამ პროგრამაა პიროვნება არა და ჩვენ თუ ვიტყვით და ჩვენც უფრო დიდი იმის გადასახედიდან პროგრამაა მაშინ ისიც პროგრამაა მატერია და მაშინ საერთოდ იკარგება პირველ მიზეზი და მაშინ დავანებოთ ყველაფერი მტვერია ნაწილაკია და არანაირი პიროვნება არცა ყველაფერი ტყუილი თელი შენი ფილოსოფიაც კანტიც რელიგიური სისტემების და ყველაფერი მაგრამ ამასაც დამტკიცებ როგორ დაამტკიცებ ამას რომელი ორგანოთი ამტკიცებ ამას მე რომელი უნარით ახაც არჩევანის წინაშე დგახარ. იმიტომ რომ თუ მე ამას ახლა პასკალი ამბობს მათ გენიალურად. პასკალი ამბობს მეცნიერია საწყალი.
ისე მოკვდა რომ თავი ტკიოდა ამ იმისგან, ეჭვებისგან და რწმენისგან და მეცნიერულ კვლევებში მოკვდა კაცი, შეელია ქრისტე და ბოლოს მაინც დამიტოვეს მე ჩემი უფალიო, მაინც აღმოხდა. პასკალი ამბობს, თუნდაც 1% იყოს შანსია. მეცნიერულად ამბობს. ანუ შესაძლოა რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, ანუ არსებობს დიდი სიცოცხლე თავის თავში არსებული. მე მაინც ვარჩევდი 1%-ისთვის მეცხოვრე წმენისთვის, ვიდრე 1,000,000% სიკვდილისთვის მეყურებინა, თორემ რა არის, მაშინ თუ უარი ვთქვით ამაზე რომ სამყაროს აქვს პირველი მიზეზი და საზრისი. და მივდივარ საზრისისკენ და ეს ქაოსი არ არის რეალობა. მაშინ თუ ამაზე უარს ვიტყვი, რატო უნდა ვთქვა უარი ჯერეთი, იმიტომ თუნდაც 1% იყო შანსი. ეს უკვე მე ამაზე ვირჩევ, ვიდრე თუ ამაზე ვარ მე კასტრირებას ვაკეთებ, შემიძლია მე უკვე ხელს ვაწერ, რომ მე არაფერი, მე უკვე ხალისიც მეკარგება, ირაკლი. თუ ეს მართლა დავიჯერე, მე ვისთვის გავწირო თავი მატერიისთვის? კაი, იტყვია რომ მე არა კაცო, ჩემი შვილებისთვის ის მომავალი რისთვის თუ მეტეორი დაეცემა ერთხელაც. და რა გავახანგზინო? მე ამ მარადისობაში ამ ჩემი მომავლების ტანჯვას უყურო, რომ ერთხელ მეტეორი დამთავრდება, ან გაქრება ყველაფერი და ეს რაღაცა მტვერის კომბინაციაა, ყველაფერი რაც აქვს. ნეტარ არის მორწმუნე ძალიან დიდი რწმენა უნდა მქონდეს ეს უნდა იმიტომ რომ მეცნიერულად ვერ დავამტკიცებ ამას და პლუს ძალიან დიდი სურვილიც რომ უნდა მინდოდეს ასე და არც სურვილი მაქვს და არც რწმენა მაქვს და მოდი თუ არჩევანია ვირჩევ მაშინ მოდი ყველაფერი ასეა თუ დაშვება არ გავაკეთე თავში როგორ მივალ პასუხამდე ვერსიას უშვებ კი ბატონო არ გედავები უშვებ ვერსიას მირჩევნია 1%-იც რო იყოს შანსი რომ სამყაროს აქვს საზრისი რომ ქრისტე აღდგანო აზრი აქვს ჩემ ცხოვრებას მასში და მე არა ვარ დანამატი და მე არა ვარ შეროთქვის პროგრამა არა მართლა ცნობიერი ვარ მართლა ვინც აზროვნებ ჩემში ცნობიერდება ის შესაძლებლობას მაძლევ თუნდაც 1%-ით რომ მე სიკვდილს აღვემატო წარმავალობაზე ქაოსზე ამაღლდეს ის ვინც ჩემში იბრძვის შიგნით ვერ ეტევა რომ ეს არის ნამდვილი და ერთხელაც იქნება გავარგო აღდგომა მოხდება ჩემში და მე დიდი სიცოცხლით გავიხარებ სადაც სიკვდილი არ იქნება 1% მეყოფა და ეს 1% მე უკვე მაქვს რაც ისტორიას აქვს თუნდაც რაც არის ქრისტეს მოძღვრება თუ ბუდა თუ ამდენი ფილოსოფიური აზრი თუ მისტიკა თუ რაც ჩემში მოხდა ყველაფერი არ მინდა მე 99% იყოს სხვების მე დავონ საერთოდ არ უყურებ ამას იმ 1%-ში მე მაინც გავიხარებ და მე ჩემ ცხოვრებას მაინც ამას შევწირავ ვიდრე ამაზე უარი ვთქვა მაშინ მე მეორე ალტერნატივა არა უფრო კაცი ჯერეთი უფრო კაცურად ვიცხოვრობ თუნდაც აქვე და იქ იყოს იქ თუ არ არის არაფერი მაინც არ იქნება და ამ ცხოვრებაში რას მოიგებ დაუშვათ მეორე იტყვის ასე ობივატელი კი მაგრამ მე რო წმენდი თუ ბევრ სიკეთებს რო გამორჩები და რა სიკეთეს გამორჩები თუ გაციხ მოდი ასე ვთქვა დაუშვათ მე რო ავაგო ჩემი ცხოვრება წმენით ოღონდ ცოცხალი წმენით და ავაგე ვიტალური მოთხოვნილები და რამდენი ქალი გეყოფა რამდენი ნარკოტიკს გაიჩხერავ, რამდენი იახტას იყიდი, რამდენი მილიარდებს დააგროვებ თუ კაცი ხარ, რა ვინ ნახე ბედნიერი, მაგით ვიდე ფულზე კი არ ვამბობ რომ ცუდია, მაგრამ რა ამით თუ წავდე ბოლოს რა ჭია შეჭამს, სად მიდიხარ და კიდე თუნდაც ის მეყოფა რომ პერსპექტივით დიდ სიცოცხლე მიყვარს თუნდაც ის ფაქტი რომ მე მიყვარს და შენ არ გიყვარს ვისაც მატერიალი ეს სიყვარული არ არის ანგარიშე ვერ შეიყვარებ მატერიალისტი თუ ხარ პირდაპირ მიშვევი მე გეუბნები ახლა მატერიალისტი შეიძლება იყოს შენ თეორიულად ათეისტიც მაგრამ გიყვარდეს იმედი ტვინით ამბობთ რომ შენ ბუნება მაინც სულიერია გიდასტურებ რახან გიყვარს უკვე რაც არ უნდა იძახო ათეისტი ხარ რომ შენ ეს არ თვლის შენს ბუნებას მადლობა გურამ ძალიან საინტერესო საუბარი არა მაინც გზაში ვარ ჩვენ და მაინც ჯეროდა მადლობა ხმეთ მე მაგალითად თუ არჩევანი იქნებოდა ღმერთის შემქმნელი და ისეც რომ ყველაფერი მეწოდიერება თავშივე გაგებული იქნება გაბცკნილი არც ბოროტება იქნება არც არაფერი მე ვიცი ყველაფერი და მეორე ალტერნატივა აი რომელიც დღეშიც მე ვარ დღეს მე უყოყმარო დავირჩევდი ამ ჩემს მაძიებლობას და სიბრძნის მიღწევის ამ გზას თუნდაც ტკივილებს ვიდრე გახსნილი ყოფილიყო ყველაფერი თავისთავად მადლობა ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ძალიან საინტერესო საუბარი და ბატონო გურამ ეს გახდათ ჩემი გადაცემათა სეზონის დასასრული თქვენთან ერთად დავასრულე მაყურებლებს მინდა აუხსნა რომ სექტემბერში ვხვდებით ძალიან კარგი ეპილოგი მქონდა კარგად დავასრულეთ კი კარგად დავასრულეთ და მეგობრებო გემშვიდობებით დროებით მალე დაგიბრუნდებით ნახვამდის